გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქსაღებავები. გადაცემის სპონსორია The Lake Placemakers-ისგან. წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-ია. ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასების მაღალი ზრდაა, სადაც წლიურად 9.9%-ის ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად თამბაქოს აქციზის ზრდით არის განპირობებული. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობითვე წინა თვესთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 359 მილიონი დოლარით გაიზარდა და ამჟამად ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6 მილიარდ 650 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი წელიწადზე მეტია მუშაობს მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვაზე, რაც საქართველოს კომერციულ ბანკებს, ასევე საგადახდო ოპერატორებს შორის 24 შვიდზე, მათ შორის დასვენების დღეებშიც გადახდის გადარიცხვებს შესაძლებელს გახდის და ამ ახალ სისტემას IPS-ი ეწოდება. ეროვნული ბანკი ასევე მუშაობს ეროვნული ბანკთაშორისი გადახდების სისტემის RTGS-ის განახლებაზე და მასში უცხოური ვალუტების მოდულის დამატებაზე. Lion Finance Group-ი, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და სომხეთის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის ამერია ბანკის მფლობელი ჰოლდინგური ჯგუფია, გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს FTSE 100-ის ინდექსში შევიდა. ეს ინდექსი აერთიანებს ბირჟაზე არსებულ 100 უმსხვილეს კომპანიას და ის მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდიკატორია. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიაში ბანკის ახალი ოფისის გახსნაში. მასატო კანდა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოს სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრებს. ამასთან კანდა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკა შეინარჩუნა, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში მთავარი მოვლენა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა იყო. გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ნაჩუქარი კავკასიური ნაგაზის ბედი არავის მოუკითხავს. არ ჩვენ მოგვეცა საშუალება. პაშინიანის ვიზიტის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელი გარემოება იქნება. კოდექსს დაემატა 316 პრიმა მუხლის სახელწოდებით ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. გრანტის დეფინიცია გაფართოვდა, კერძოდ ახალი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ თუ მაგალითად უცხოური ძალა საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ანუ ტექნიკური დახმარების პროექტი, ეს თანხაც კი გრანტად კვალიფიცირდება და მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ამასთან უცხოური ორგანიზაციების ფილიალებს საკუთარ სათაო ოფისებიდან დაფინანსების მისაღებადაც კი მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ბიუროს დაარსების დღიდან რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პოსტზე იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა. ისრაელზე, ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2025 წელს მილიარდ 550 მილიონი დოლარი იყო. გალტერ ტაგარტის შეფასებით, თუ რა კავშირები აქვს საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განახლებული კვლევა ქვეყნდება.
6 მარტს ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებებისა და სასაზღვრო სამსახურებისთვის და ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების კვეთისას. ძალაში შევიდა საქართველოში გაცემული დიპლომატიური სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებაც. ამით ევროკომისიამ გასული წლის ბოლოს მიღებული უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი პირველად საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა. აბა ის დროა დავცხოთ და დავიწყოთ კვირის მთავარი ამბების შეჯამება ეკონომიკაში და ბიზნესში. ეს BMG-ია. მივესალმები საქმიან საზოგადოებას, მაუწყებლობს BMG, ულოცავ ქალბატონებს და საქალბატონებს. არაჩვეულებრივ დღეს 8 მარტს, ყველა დარჩენილი დღეც წელიწადისა და მომავალი წლებისა თქვენს განკარგულებაში ყოფილიყოს, ზუსტად ისეთი ამინდით და განწყობით როგორიც დღეს შეიქმნა. ჩვენი სატელევიზიო არხის ეთერშია გადაცემა ბიზნესის კვირეული გიორგი ისაკაძესთან ერთად ვაჯამებთ გასული კვირის მთავარ ამბებს ეკონომიკაში და ბიზნესში, საქართველოში, ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში, რომელიც არ ცხრება და სულ ახალი და დაძაბულობის კერებით ჩდება პლანეტა დედამიწაზე, მათ შორის ისეთ ქვეყნებში და ქალაქებში, რომელიც მშვიდობის ოაზისებად მოიაზრებოდნენ, დიახ, ითვლებოდნენ და ეს მითი არის შერყეული. და რატომ არის ასე, ამაზეც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე საქართველოს ეკონომიკის ამბებს გადავხედოთ, დავიწყოთ ჩვენი ეროვნული ვალუტით, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მძიმე მოლოდინები უკვე აისახა. სხვანაირად ახლა გასული კვირეულის ჭრილში ლარის გაუფასურების მიზეზები პირადად მე მიჭირს ახსნა, ან დავასახელო, მით უმეტეს ყველა მაკროპარამეტრი ჯანსაღად გამოიყურება და აგერ სავალუტო რეზერვებმა მორიგი რეკორდიც მოხსნა და დაადასტურა 356 მილიონ დოლარიანი ზრდა, 6 მილიარდ 650 მილიონზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები და ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ სტატისტიკას ამ თემაზე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს აქვს სრულფასოვნად სრულფასოვანი ფინანსური ბალიში ანგნებავთ 3 თვით სამყოფი ფული, რომ ნებისმიერი აპოკალიფსურ ვითარებაშიც კი კრიზისის მართვა შევძლოთ. ლარკი გასულ კვირეულში ყველა ვალუტასთან გაუფასურდა უკლებლიო, გარდა რუსული რუბლისა. ხედავთ ახლა ეკრანზე, აი იმ ქვეყნების ჩამონათვალი არის, რომელთანაც ჩვენ ვაჭრობთ ყველაზე მეტს და სწორედ აი ამ ქვეყნების ვალუტებია მოთხოვნაში საქართველოში ყველაზე მეტად. როგორც გითხარით, ლარმა დოლართან მიმართებით 6 თეთრით დათრომა პოზიციები გასულ კვირეულში, ანუ გაუფასურდა, რის შემდეგაც გასვლითმა კურსმა 2 ლარი და 73 თეთრი მიაღწია. მინიმალურია შედარებით გაუფასურება ევროსთან 1 თეთრის ფარგლებში, გირვანქა სტერლინგი თან მიმართებით 4 თეთრიანი სხვაობა. რაც შეეხება დანარჩენ ვალუტებს, თურქული ლირა ხედავთ ახლა ეკრანზე, გაუფასურება 200-დია, როგორც გითხარით, მხოლოდ რუსულ რუბლთან მოხდა გამყარება და ყველა დანარჩენ ვალუტასთან მიმართებით იაპონური იენის ჩათვლით და თავისი ჩინური იუანით ხურდაში ლარმა გასულ კვირეულში გაუფასურება დადო. პარამეტრებიდან კიდევ ერთი, რომელიც გასულ კვირეულში გამოქვეყნდა და ხედავთ ახლა ეკრანზე, ეხება ინფლაციას, რომელმაც საქართველოში 4.6% შეადგინა, წინა თვისთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2% პუნქტით შემცირდა. საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასების ზრდა არის, სადაც წლიურად თითქმის 10%-იანი, 9.5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 6%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის ზრდით არის განპირობებული. ბოლო თვეებია ფასების ზრდას რომ ხედავთ, სტატისტიკურად შედარებით ადეკვატში არის გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რომ ფასები საქართველოში მინდა გითხრათ, არც გასულ წელს იყო დაბალი. წელს კი გარდა თამბაქოზე ფასების ერთჯერადი ეფექტისა და იმპორტირებული პროდუქციის თუ ადგილობრივი წარმოების გაძვირებული მოცემულობისა, ფასებს საქართველოში გარდუვალი ზრდა ელისტროენერგიის ტარიფების გამოც, რაზეც მთავარი
მარეგულირებლის სემეკის სახით მათ გადაწყვეტილება აქვთ მისაღები წესით ამ თვის ბოლომდე. მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის მიწურულს სემეკის მიერ ტარიფების ზრდა დაანონსდა როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე, ანუ გაზზე. ამ ყველაფრიდან როგორც ადრე მოგახსენეთ, არის ორი გამოსავალი. ან სემეკი გაყვება ბაზრის წესებს და გაზდის ტარიფებს მომხმარებლებისთვის, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე კომპანიებისთვის, ანუ იურიდიული პირებისთვის, ან აი ამ ხარჯს რაღაცა ფორმით სახელმწიფო ბიუჯეტი აანაზღაურებს. არსებობს მესამე ვარიანტი, რომ იგნორირება გაუკეთონ ამას ყველაფერს, რაც ცოტა რთულად წარმომიდგენია ჩვენი კანონმდებლობის და ბიზნესთან ურთიერთობის ამბავში, მაგრამ გამორიცხული ბოლო პერიოდში არაფერი არ არის. ოღონდ არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ თუ წავედით და ბიუჯეტმა დააკომპენსირა ეს ხარჯები, ხო, ჩვენ ბიუჯეტს მეგობრებო ესეთი რამ ახასიათებს, მუდმივად გვაქვს დეფიციტში გარღვევა. ესეც ვიცოდეთ. საკმარისი ფული არასდროს არის ბიუჯეტში და არც იქნება. და წლევანდელი წელი შარშანდელის არ იყოს, არათუ გამონაკლისი, არამედ ესეთი განსაკუთრებულად მგრძნობიარე სენსიტიურია ამ კუთხით, ანუ შემოსავლების მობილიზების კუთხით, ანტიკორუფციული ღონისძიებების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში. ასე რომ, ერთ-ერთი თემა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მარტში და ამ თვის ბოლომდე, არის საბოლოო ვერდიქტი მარეგულირებლისა საქართველოში ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების ზრდის შესახებ. არის კიდევ ერთი მოცემულობა და გარემოება, რამაც შეიძლება საქართველოში ფასები გაზარდოს და იდეაში ყველგანაც აქ არა ვართ ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ გამონაკლისი გულისხმობ საქართველოს. თემა ეხება, რომ სოფლიოში კატასტროფულად იზრდება ფასები ნავთობზე და შესაბამისად ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებლებისთვის საწვავის ფასზე აისახება. რისკი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებებიდან მომდინარეობს, არის ცალსახად გლობალური. და მარტო ბოლო კვირეულში სოფლიოში ნავთობის ფასი მინიმუმ $20 არის მომატებული, რაც ადრე თუ გვიან ნებისმიერი მარაგების პირობებში, მათ შორის საქართველოში საწვავის ფასებზეც აისახება. პროგნოზები ამ კუთხით, ანუ ნავთობის ფასების ზრდის მიმართულებით მსოფლიოში უმძიმესია. პლანეტის წამყვანი ბანკები და მსოფლიო ანალიტიკური ცენტრები ნავთობპროდუქტებზე საწვავის ფასების კიდევ დამატებით $20-30 გაზდას ვარაუდობენ, თუ დროულად არ დასრულდა საომარი მოქმედებები ირანში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. დიახ, მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, რადგან მიმდინარე საომარი მოქმედებები არ არის ცალმხრივი და ირანი საპასუხო დარტყმებს ახორციელებს არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ წამყვან ნავთობწარმოებლებზე მსოფლიოში, რამაც 10-ზე მეტი გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გააჩერა და კრიზისს ასევე ამწვავებს ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება, სადაც 10-ობით საწვავით დატვირთული ტანკერია გაჩერებული. ამ დროისთვის ჰორმუზის სრუტეს სრულად და ბოლომდე ჯერ კიდევ ირანი აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს საწვავით მომარაგების მეხუთედი, ხოლო აზიის ბაზრების 80% ეხლა სწორედ აი ამ ჰორმუზის სრუტეშია გაჭედილი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინც არ იცით, ვითარების დრამატულობის დონე და ხარისხი. სოფლიოში წარმოებული თხევადი ბუნებრივი აირის, ანუ LNG-ს 20% და საზღვაო გზით ტრანსპორტირებული ნავთობის დაახლოებით მეოთხედი სწორედ აი ამ ჰორმუზის სრუტეზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლეულების განმავლობაში საერთაშორისო ნავიგაციისთვის სრუტე სრულად არასდროს ჩაკეტილა 2026 წლის 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში მწვავე სამხედრო ესკალაციის ფონზე ირანმა სრუტეში კომერციული გემების მოძრაობა ოფიციალურად შეაჩერა. 2025 წლის მდგომარეობით სრუტეში ყოველდღიურად დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადიოდა. შედარებისთვის ალტერნატიული სახმელეთო მილსადენების საერთო გამტარუნარიანობა მხოლოდ 3 მილიონი ბარელია. გარდა ამისა, თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება რეგიონიდან მთლიანად საზღვაო გზით ხდება და აღსანიშნავია, რომ სრუტიდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობის 85%-ზე მეტი პირდაპირ აზიის ბაზრებზე, კერძოდ იაპონიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთისკენ მიიმართება, იგზავნება. აი, მოკლედ ასე. ჰორმუზის სრუტეზე. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენი რეპორტიორის მარიამ ვარადაშვილის მიერ მომზადებული ანალიტიკური მასალა.
სადაც ის შეეცადა გაეცა პასუხი კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ბლოკადა გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე. და ალბათ გამორჩეულად ფავარი და ყველაზე საინტერესო კითხვა ჩვენთვის. რა ბედიელის ამ ვითარებაში საქართველოს და გაძვირდება თუ არა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საწვავი საქართველოში. 28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ირანი ისრაელის გარდა რაკეტებით უტევდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს. მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებია. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია გავლენა ხსახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან. ასევე ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ერაყს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისმა ჩაკეტომ ნავთობის ბაზარზე მიწოდება შეაფარხა, ამან კი ცხადია ფასი გაზარდა. ბოლო ერთ კვირაში ნედლი ნავთობის ფასი 25-30%-ით არის გაძვირებული. გაძვირდა სანქცირებული რუსული ურალსიც, რომელიც ბირჟებზე საფასო ჭერზე ბევრად მეტი ღირს. BMG-ის ანალიტიკოსი გიორგი თოლორდავა ამბობს, რომ ნედლეულის გაძვირება საბოლოო პროდუქტს, ანუ საწოლს გააძვირებს. ნებისმიერ ინდექსს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ რეალურად მომატებული არის ნავთობის ფასი, როგორც გალფის ქვეყნებში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის რუსული ურალის ფასიც კი გაიზარდა ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე საკითხია, ვინ შეიძენს ურალს გაზრდილ ფასად, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. მიზეზს რაც შეეხება, პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობა და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა. ერთი არის ის, რომ ჰორმუზის სრუტე ფიზიკურად არის შეფერხებული და მეორე საკითხი ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიებს უკვე აღარ სურთ იმ ტვირთის დაზღვევა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში უნდა გატარდეს. ფასების ზრდის მოლოდინი ისევ და ისევ რჩება, განსაკუთრებით თუ კი კონფლიქტი გაცდება 2-3 კვირის კრიტიკულ ზღვარს. ამის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ უფრო უარესი პროგნოზები იქნება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს, არამედ აზიასაც დააზარალებს, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მომხმარებელია მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩინეთი, ინდოეთი და დიდი შვიდეულის წევრი იაპონიაც. რეგიონის ქვეყნების ენერგოობიექტებზე თავდასხმითო სრუტის ჩაკეტვით თეირანი ცდილობს ენერგორესურსების ეწოლისთვის გამოიყენოს, რადგან მიწოდების ჭაჭვებში შეფერხება აძვირებს საწოლს და სხვა პროდუქტებსაც. თან იმ პირობებში, როცა ამ სრუტით უკრაინის ომის გამო განსაკუთრებით საჭირო გათხევადებული გაზიც გადაიზიდება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნავთობთან ერთად გაძვირდა გაზიც. ირანში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ფასები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც დაკავშირებული იყო ერთის მხრივ ირანის მიერ ყურის ქვეყნებზე მიტანილ იერიშს, სადაც მათი ნავთობის ინფრასტრუქტურა დააზიანა. მეორე მხრივ ეს დაკავშირებული იყო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან. ჰორმუზის სრუტეზე გადის დაახლოებით მსოფლიოს ნავთობის გადაზიდვების მეოთხედი და ეს ნავთობი ძირითადად მიმართულია აზიის ქვეყნებისკენ, უმეტესწილად ჩინეთისკენ, ინდოეთისკენ და იაპონიისკენ. თუმცა ბუნებრივია, რომ ფასების ზრდა და ზოგადად ნავთობის შეზღუდვა მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება და მთლიანად მსოფლიოში გაიზარდა ნავთობის, მთლიანად მსოფლიოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასები. რაც შეეხება იმას, თუ როდის გადაეცემა ეს ზრდა ნავთობპროდუქტებს, ზოგადად ბუნებრივია, რომ ნავთობის ზრდა ზოგადად საბითუმო ბაზარზე უფრო სწრაფად აისახება ფასების ზრდა და საცალო ბაზარზე გარკვეული დაგვიანების ეფექტი აქვს. ჯამურად დაახლოებით რამდენიმე კვირა ჭირდება ნავთობპროდუქტებზე ნავთობის ფასის ზრდის ასახვის. გაზისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს ორი ტრადიციული მომწოდებელი ყავს, აზერბაიჯანის და რუსეთის სახით და მსოფლიო ფასებს დიდი გავლენა არ აქვს, ნავთობის შემთხვევაში ნედლეულის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის აისახება. საქართველო წელიწადში ჯამში $1.3 მილიარდი ღირებულების ნავთობპროდუქტებს ყიდულობს ძირითადად რუსეთიდან. 2025 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან $477 მილიონზე მეტი ღირებულების ნავთობპროდუქტები გვაქვს ნაყიდი. მეორე ადგილზეა რუმინეთი 231
$111 მილიონი. მესამე ადგილს კი ბულგარეთი იკავებს $193 მილიონი. შაშან აზერბაიჯანიდან $118 მილიონი ნავთობი ვიყიდეთ, ხოლო მეხუთე ადგილს $108 მილიონი თურქეთი იკავებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ გიობაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაძვირდება. გიობაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის გარდა საქართველოში საწვავს დოლარის კურსიც აძვირებს. ჯერ შიგა ბაზარზე ჩვენ გვაქვს გარკვეული, ესე ვთქვათ, მარაგები რა და ჯერ ესეთი რიყევები არ აგვაქვს. მაგრამ ველოდებით ორკვირიანი მარაგებია, იმიტომ რომ თითოეულ კომპანიას ახლა თვეები და რაღაცეები, იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენ ესეთი ნავთობაზები, რომ ძალიან დიდი რაოდენობით შევინახოთ, ესე ვთქვათ, მარაგები. დეფიციტი არ გვემუქრება, მაგრამ არავინ არ იცის რა ფასი იქნება. მინდა გითხრათ ერთი ფორმულა, ვიყიდით ზვირად, გავყიდით ზვირად, ხო? ნავთობთან ერთად რეგიონში დაძაბულობა საქართველოს ეკონომიკაზე სხვა ფაქტორებითაც ახდენს გავლენას. სავალუტო შემოდინებები, რაც ერთად ტურიზმიდან და გადმორიცხვებიდან გვაქვს, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ისრაელსა თუ გალფის ქვეყნებზე. სამხედრო დაპირისპირების პირობებში კი ყოველდღე უქმდება ათობით რეისი, რაც ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს ამცირებს. შეიძლება საქმის კურსში ხართ, შეიძლება არც ხართ, მაგრამ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ვითარება არის შემდეგი, ის მუდმივად სვლადია, მაგრამ იცვლება მათ შორის შინაარსი და ნარატივი. მაგალითად, გუშინ ირანის პრეზიდენტმა პეზეშკიანმა ოფიციალურად მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა. და ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები არ განხორციელდეს. თუმცა დღევანდელი განცხადებიდან გამომდინარე, ეს ჩემ ბოდიში არასწორად გაიგეთ და თუ იქნება ირანზე აგრესია, მათ შორის მეზობლების მხრიდან, არ ჩვენ დავრჩებით თვალში და უპასუხებთ ამ აგრესიასო. თუ ეს ქვეყნები ჩვენ თავს არ დაგვესხმებიან, არ ჩვენ დავესხმებით მათ თავს და ეს საკითხი დიპლომატიურად უნდა გადაწყდეს. ახაც ხადებს მასუდ პეზეშკიანი. ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი მოვლენების შემდგომი განვითარებისა, მაგრამ ფაქტია, რომ აი ამის შემდეგ ბაჰრეინმა გუშინვე გამოაცხადა 156 უპილოტო აპარატის და 86 რაკეტის მოფრენის აღკვეთის შესახებ. საუდის არაბეთი ავრცელებს ინფორმაციას, შენ ხარ ჩემი ბატონი, რომ 16 სამხედრო დრონი ჩამოაგდეს, რომელიც შაიბას ნავთობსადენისკენ მიემართებოდა. ირანმა მოგვიანებით გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზებს ურტყავს. თუმცა ხო, დაიბომბა ასევე დუბაის აეროპორტიც, რომელმაც მუშაობა გააჩერა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტზეა საუბარი, გადაიდო ათასობით რეისი, რომელსაც წელიწადში ათეულობით მილიონი მგზავრი სტუმრობს და ეს ფაქტი გუშინ 7 მარტს დაფიქსირდა. საქართველოსთვის ალბათ განსაკუთრებით მძიმე ამ ფონზე იყო ინფორმაციის მიღება აზერბაიჯანიდან, რომ იქაური, ანუ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ირანის გუშაქთა კორპუსის ქსელი გამოავლინეს, რომელიც ბაქო-თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სამიზნე ნავთობსადენის გარდა ასევე იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო სინაგოგა და ასევე ებრაული თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიყვანეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ისინი გაანეიტრალა და სხვა პირებისთვის გადაცემაც აღკვეთა. და გუშინ ამ ყველაფრის ფონზე პირველი განცხადება მიმდინარე ვითარებაზე არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ ზაიდ ალ ნახაიანმა გააკეთა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში, ქვეყანა ომშია და მან პირობა დადო, რომ ქვეყანას და მის მოსახლეობას დაიცავს. არაბეთის გაერთიანებული საამიროები არ არის იოლი ლუკმა. ვპირდები ყველას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვიქნებით, აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი ოფიციალურ მიმართვაში მოსახლეობის მიმართ, რომელიც გუშინ გვიან საღამოს Sky News არაბიამ გაავრცელა და შემდგომ უკვე BMG-ზე ყველამ შევძელით ამ ყველაფრის ამოკითხვა. უკვე გვიანი საღამოსკენ შაბათს მსოფლიო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ირანის აც გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ვაჟის დაჭრის შესახებ, რომ გასულ კვირას საჰაერო თავდასხმის შემდეგ მოჭდაბა ჰამენი
დაჭრილია, თუმცა ის ჯერ კიდევ ცოცხალიაო და ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ესეთი გამოცემა ავრცელებს თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით. ინფორმაციისთვის ალი ხამენეის შვილი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად განიხილება და საერთაშორისო მედიის ცნობით გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჭდაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს ირანში. არსებობს ინფორმაცია, რომ ასამბლეა ირანის ახალ ლიდერს უახლოეს საათებში აირჩევს. რაც შეეხება ვითარებას მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ცენტრში გუშინ საკმაოდ დაძაბული დღე იყო დუბაიშიც. ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, ვიდეო და ფოტომასალა, თუმცა მათი უმრავლესობა საჭიროებს რადიკალურ გადამოწმებას და დადასტურებას. კადრებს, რომელსაც აეხლა თქვენ თვალყურს ადევნებთ, დუბაის აეროპორტშია გადაღებული, სადაც რამდენიმე წამში დრონით თავდასხმის შემდეგ ფიქსირდება აფეთქება, რის შემდეგაც, როგორც მოგახსენეთ, აეროპორტმა შეწყვიტა მუშაობა და ათასობით რეისი კვლავ გადაიდო. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გააკეთა განცხადება, რომ მარტის ბოლომდე რეისები საერთოდ არ იქნება და განცხადებლებს შორის რუსული სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტიც არის. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დრონით თავდასხმა მოხდა დუბაის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, დუბაი მარინა, რაზეც მოგვიანებით საღამოს გაავრცელა განცხადება დუბაის მთავრობამაც, რომ სიმართლეა დუბაის საზზე მოხდა რამდენიმე დრონის ჩამოგდება განეიტრალება, რომელთა ნაწილები შემდეგ ცათამჯენის ფასაც მოხდა და დააზიანა. ჩამოგდებული დრონის ნაწილები ასევე დაეცა ავტომობილებს და ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აღნიშნული ამბებისას დაღუპულია ადგილზე. მოკლედ, წლების განმავლობაში დუბაი ჯერ ახლო აღმოსავლეთის ხელშეუხებელ ეკონომიკურ ოაზისად და შემდგომ უკვე მსოფლიოს ლამის ახალ შვეიცარიად მიიჩნეოდა. თუმცა ირანის მხრიდან განხორციელებულმა პირდაპირმა სამხედრო აგრესიამ ეს სტაბილურობის ილუზიის მითი როგორც მინიმუმ მნიშვნელოვნად შეაყია. ბევრის მოსაზრებით დაამსხვრია კიდეც. დღეს საამიროები ახალი რეალობის წინაშე არიან, სადაც უსაფრთხოების გარანტიების რღვევამ ყისიერად გამოიწვია პრაგმატული ინვესტორების და მდიდარი მიგრანტების მინიმუმ შეშინება თუ უკვე გასვლა არა სხვა ბაზრებზე დუბაიდან. რომელთაც შეგახსენებთ, რომ ამ მილიარდერებს და უმდიდრესებს ამ ქალაქთან მხოლოდ ფინანსური ინტერესი და უსაფრთხოება აკავშირებდათ. დასრულდა თუ არა დუბაის როგორც ახალი შვეიცარიის ერთგვარი ნარატივი და როგორ უნდა გააგრძელოს ქალაქმა ცხოვრება? აი ამ ყველაფრის შემდეგ, აი ამის შესახებ შედარებით დეტალურად მოусმინოთ გიორგი თოლორდავას ანალიტიკას. წლების განმავლობაში დუბაი ახლო აღმოსავლეთის ტურბულენტურ რეგიონში აღიქმებოდა როგორც გეოპოლიტიკური სიმშვიდისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ოაზისი. ეს იყო ადგილი, სადაც კაპიტალს არ ჰქონდა ეროვნება, ხოლო უსაფრთხოება ყველასათვის გარანტირებული იყო. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი ირანის მხრიდან განხორციელებულმა პირდაპირმა სამხედრო შეტევამ, ეს ილუზია მალევე დაამსხვრია. დღეს დუბაი ახალი რეალობის წინაშე დგას. მდიდარი მიგრანტები, რომლებიც ოდესღაც აქ თავშესაფარს ეძებდნენ, ახლა სასწრაფოდ გეგმავენ ქალაქიდან გასვლას და ახალი უსაფრთხო თავშესაფრის მოძიებას. ზოგადად დუბაის მიმზიდველობა რამდენიმე ფუნდამენტურ სვეტს ეყრდნობოდა. მათ შორის იყო ნულოვანი გადასახადები, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ნეიტრალური ზონის სტატუსი. მაშინ, როდესაც მეზობელი ქვეყნები კონფლიქტებში იყვნენ ჩართულნი, საამიროები დასავლური ცხოვრების სტილისა და აღმოსავლური სტაბილურობის ჰარმონიული ნაზავის შენარჩუნებას ახერხებდა. ინვესტორებისთვის დუბაი იყო არა მხოლოდ ბიზნესის კეთების ადგილი, არამედ ერთგვარი ფიზიკური და ფინანსური სეიფი, სადაც მათი სიმდიდრე დაცული იქნებოდა გლობალური შოკებისგან. ზოგჯერ დუბაის ახალ შვეიცარიასაც კი უწოდებდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ალპური სამოთხის ჩანაცვლება ჯერჯერობით ნაადრევია და გეოგრაფიული რისკების უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია.
გასული კვირის განმავლობაში ირანის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა და კონფლიქტის ესკალაციის მოლოდინებმა პირდაპირ დაარტყა დუბაის ყველაზე ძვირფას აქტივს, მის ხელშეუხებლობას. თუ აქამდე კონფლიქტები ლოკალური ან დისტანციური ხასიათისა იყო, ახლა უკვე საფრთხემ უშუალოდ საამიროების საჰაერო სივრცესა და ურბანულ ცენტრებს მიაღწია. ომის აჩრდილმა, რომელიც აქამდე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებიდან ჩანდა, ქალაქის ცათამბჯენების თავზე გადაინაცვლა. ამ მოვლენებმა ცხადია, ისიერად შეცვალა ფსიქოლოგიური კლიმატი. მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ არანაირი საჰაერო თავდაცვითი სისტემა ან დიპლომატიური სტრატეგია არ იძლევა აბსოლუტურ გარანტიას, როდესაც საქმე ირანს და რეგიონულ დაპირისპირებას ეხება. მოსახლეობის განწყობის ცვლილების ფონზე დუბაის კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვს. ქალაქში მცხოვრებ ექსპატებს, მილიონერებსა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს საამიროებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. არც საერთო ისტორია, არც ეროვნული იდენტობა და არც ენა. მათი ყოფნა წმინდად პრაგმატული და ტრანზაქციული ხასიათისაა. დუბაი მათთვის არის სასტუმრო, სადაც მომსახურების ხარისხი მაღალია და გადასახადები დაბალია. თუმცა ეს ყველაფერი რელევანტურია მანამ, სანამ უსაფრთხოება დაცულია. როგორც კი რისკები იზრდება, ასეთი ადამიანები უკან მოუხედავად ტოვებენ ქვეყანას, რადგან მათ არ აქვთ სენტიმენტალური მიჯაჭვულობა ამ მიწასთან. შესაბამისად, რისკების ზრდასთან ერთად ჩვენ ვხედავთ ლოიალობის კრიტიკულ დეფიციტს. რაც საკმაოდ ბუნებრივია იმ ეკოსისტემისთვის, რომელიც მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზე და დროებით ცხოვრებაზეა აგებული. მიმდინარე მოვლენების ფონზე დუბაის როგორც უსაფრთხო ნავსაყუდელის სტატუსი სერიოზულად შეილახა, როგორც იქაური მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქით დაინტერესებული ინვესტორებისთვისაც. მოგეხსენებათ, ეკონომიკურ თეორიაში არსებობს რისკ პრემიის ცნება, რაც უფრო მაღალია რისკი, მით მეტ უკუგებას ითხოვს ინვესტორი. აქამდე დუბაიში ინვესტირება დაბალ რისკიან, მაღალ შემოსავლიან საქმიანობად ითვლებოდა. დღეს კი, როდესაც რეგიონული ომის საფრთხე რეალურია, კაპიტალის მფლობელები ალტერნატიულ, უფრო სტაბილურ ბაზრებზე აკეთებენ აქცენტს, რადგან დუბაის რისკის დონე ახლა ზედმეტად ირაციონალურად მაღალია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დუბაი ვეღარ იქნება ისეთი მიმზიდველი, როგორიც ის ბოლო 10 წლეულის განმავლობაში იყო. როდესაც ცათამბჯენების ჩრდილში სამხედრო კონფლიქტი ისადგურებს, ფუფუნების საგნები, ინფრასტრუქტურა და საგადასახადო შეღავათები უბრალოდ აზრს კარგავს. ქალაქი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში თანამედროვე მომავლის სიმბოლოდ მიიჩნეოდა, ახლა საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობის მძევალია, რომელსაც ის ვერაფრით უშველის. სპეკულაციის მიუხედავად ფაქტი ფაქტად რჩება. გლობალური ელიტისთვის დუბაი აღარ არის გარანტირებული სიმშვიდის ადგილი. სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში ახალი შვეიცარია ვერ შეიქმნა, რადგან დუბაის მეზობელი ირანია და არც გერმანია, იტალია და საფრანგეთი. ირანში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური გავლენა ექნება. საინვესტიციო ბანკის გალტენ ტაგარტის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ოპერატიულად გამოეხმაურა თავის შეფასებებით. საინვესტიციო ბანკის დასკვნებით, საქართველოს პირდაპირ ეკონომიკური კავშირები ირანთან მაინც მცირეა და 2025 წელს ირანის წილი მთლიან სავალუტო შემოდინებებში, საუბარია ექსპორტზე, ტურიზმზე და FDI-ზე და ასევე რემიტენსებზე, ეს იყო დაახლოებით 1%, 0.19%-ის ფარგლებში. გასულ წელს ისრაელ-ირანს შორის მომხდარმა 12 დღიანმა კონფლიქტმა ერთგვარი დასტური მისცა და ცხადყო, რომ მას საქართველოზე ხელშესახები მაკროეკონომიკური გავლენა არ ქონია და საინვესტიციო ბანკი საბაზისო სცენარით თუ კონფლიქტი დაახლოებით თვეს გასტანს 2026 წლის მთლიან შიდა პროდუქტის ზრდას 0.2% პუნქტით შემცირების კენელის ინფლაციური ეფექტები კი ზომიერი და მეტწილად გარდამავალი იქნება. იცით, ვითარება არის საკმაოდ ცვლადი და დარწმუნებული ვარ, ამას ყურადღებით ადევნებენ თვალს წამყვანი საინვესტიციო ბანკის ეკონომისტები და მკვლევრები. ლაშა ქავთარაძეს მინდა მადლობა უთხრა, რომ შეწუხდა კვირა დღეს და გვეწვია სტუდიაში ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხის გასცემად. გამარჯობა და მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით. ლაშა, სანამ რაღაც ჩავშლით გარკვეულ კითხვებს, უფრო მაინტერესებს ერთგვარად როგორ თქვა, აი კონტექსტზე ვისაუბროთ. ანუ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე თემებზე და ამის გავლენაზე საქართველოსთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, აქ უნდა განვიხილოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ ირანთან კონტექსტში, თუ ეს მაინც უნდა გავაფართოვოთ უკვე დროა, გეოგრაფია
და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებიც მოვიცვით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიახ, ირანში განვითარებული სიტუაცია და მოვლენები რაც ხდება მიმდინარეთ, ეს მისი ეფექტები რომ გავზომოთ საქართველოზე, მხოლოდ ირანს არ უნდა უყუროთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ირანის სამეზობლოში უკვე სხვა სიტუაცია არის, გავლენა აქვს უკვე აი ამ ქვეყნებზე, ანუ თვითონ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ეს გავლენა იგრძნობა და ასევე იგრძნობა გლობალურადაც ეს გავლენა, იმიტომ რომ ჩვენ აქ პირველი რასაც ასე ვთქვათ, რაც ასახვას პოვებს, ეს არის ნავთობის ფასები, ხო, რომელიც უკვე ნედლი ნავთობის ფასი $90 ფარგლებში დაიხურა ბარელზე პარასკევს სავაჭრო სესიაზე და ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურად ინფლაციური პროცესები იქნება დაჩქარებული, ეს რა თქმა უნდა შეეხება როგორც უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც და ფაქტობრივად ეს არის გლობალური პრობლემა და გლობალურ კონტექსტში უნდა შეხვდეთ აი ამ ყველაფერს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, რო ამოვწუროთ მაგხრივ თემა. შეიცვალა თუ არა კალკულაცია ან რაიმე ტიპის მიმართებები გალტენტაგარდში ირანთან დაკავშირებით. რა გვაკავშირებს საერთოდ ირანთან ეკონომიკურ ჭრილში, რამდენად ვართ ერთმანეთზე ამ კუთხით დამოკიდებული და რა შეფასებას აკეთებს გალტენტაგარდის ეკონომისტთა გუნდი. დიახ, ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის სცენარებით საუბრობთ და რამდენიმე სცენარით. ძალიან ხო, რამდენიმე სცენარს ვაკეთებთ ხოლმე, ეს არის როგორც პირდაპირ ირანთან, ასევე მე სხვა ქვეყნების ჩართულობით, როგორი სცენარები გამოდის და როგორი არის ეს გავლენა. ნუ უშუალოდ ირანს რო შევხედოთ, ირანთან ეკონომიკური კავშირები არც თუ ისე დიდი არის, ეს არის მინიმალური არის, მაგალითად ორი ძირითადი არხი არის, რომლითანაც სავალუტო შემოდინება გვაქვს ირანიდან, ეს არის ტურისტული ნაკადები და მათ მიერ დახარჯული თანხები საქართველოში და მეორე ეს არის ექსპორტი, რომელიც საქართველოს ექსპორტი ირანში, რომელიც ძალიან მცირე არის. ჯამურად ეს ორი არის 2025 წელს იყო $163 მილიონი, აქედან ტურისტული შემოსავლები იყო 124 მილიონი. ანუ ფაქტობრივად საერთოდ რომ არ შემოვიდეს წელს ირანიდან, ხო, პირდაპირ ეფექტის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მინიმალური არის. თუმცა აქ სცენარი უნდა გავაკეთოთ თვითონ ომის და აი მოვლენები, რაც ასე ვთქვათ, მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, აი ეს ხანგრძლივობა როგორი იქნება, ხო? ჩვენ გვაქვს განხილული თავიდან მაგალითად ერთვიან ჭრილში როგორი იქნება გავლენა და აქ არა მარტო ირანი, არამედ თვითონ ახლო აღმოსავლეთ, მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნების გვაქვს ჩართული და ასევე ისრაელი და აი ამ ჯამური ეფექტის გავლენა თვითონ ერთვიან ჭრილში თუ ერთი თვის ხანგრძლივობა ექნება აი ამ კონფლიქტს, მაშინ ეს იქნება მინიმალური და როგორც უკვე ახსენეთ, ჩვენს კვლევაშიც არის ეს, რომ 0.2% პუნქტით შენელდება ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენი მოლოდინი არის, რომ წლის დასაწყისში ქონდა პროგნოზი, რომ 6%-ით გაიზრდებოდა და ამ შემთხვევაში 6%-ს დააკმაყოფილდება ის 0.2% პუნქტი. ხო, რაც შეეხება სხვა მაკროპარამეტრებს, ეხლა ხედავთ, რომ მაგალითად გაცვლითი კურსი მცირედით გაუფასურებული არის, ხო? აი ამ ერთვიან ხანგრძლივობის ერთი თვე თუ გაგრძელდა, ანუ ეს არის ყველაზე საუკეთესო სცენარი, რომ ერთ თვეში დასრულდეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში ლარი ისევ დაუბრუნდება იმ გამყარების ტრაექტორიას, რომელიც მაგალითად იანვარ-თებერვალში ქონდა. რახან ახსენეთ ლარი, მაგრამ აქვე გითხავთ უბრალოდ. ჩვენი დასკვნებით ეს ცალსახად მომდინარეობს იმ სენტიმენტებიდან და მოლოდინებიდან, რაც ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა. მაკროეკონომიკურ პარამეტრებიდან მე ვერ ვნახე ვერაფერი, ხელმოსაჭრელი, რომელიც ლარის გაუფასურებას რაიმე ტიპის საფუძველს მისცემდა. ადასტურებთ თუ არა თქვენს წინსწრებად, ვიდრე იგივეზე საქმიან დილაშიც ვისაუბრებთ, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი ძირითადად მოლოდინებია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე მომდინარეობს. დიახ, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური ფაქტორები ჩვენთან არის, ასე ვთქვათ, იგივე დონეზე, რაც წინა თვეებში იყო, საკმაოდ კარგი დასაწყისი გონდა, წლის დასაწყისი იანვარი, ასევე თებერვალშიც, მაგალითად, წინასწარ მაჩვენებლებს რო შევხედოთ, საკმაოდ კარგი იყო და ეკონომიკური ზრდის ტემპიც არანაკლები იქნება იანვრის დონისა, ანუ პირველი ორი თვე საკმაოდ მაღალია და აქ ჩვენ კიდეც ფიქრობდით, რომ ჩვენი 6%-იანი ზრდის პროგნოზი ასეთი დინამიკის შემთხვევაში ზრდის მიმართულებით გადაგვეხედა, ხო? თუმცა ხო, თუმცა ეს ირანში განვითარებული მოვლენები, რა თქმა
უნდა აი ამ გადახედვას ზრდის მიმართულებით აფერხებს. თუმცა გარკვეულწილად შეიძლება უფრო სხვა სცენარზეც ვისაუბროთ, მაგალითად ერთ თვეზე უფრო მეტი ხანგრძლივობა თუ ექნება აი ამ მოვლენებს ირანში, ამ შემთხვევაში რა შეიძლება მივიღოთ ჩვენ. მაგალითად თუ ამას 3 თვეზე ავიღებთ, ანუ 3 თვის გაგრძელდა 3 თვე. ხო, გაგრძელდა 3 თვე, რას გვგონოთ ამ შემთხვევაში? პირველი რაც ჩვენ ამას დავინახავთ ეს იქნება ინფლაციური პროცესებზე, იმიტომ რომ ნავთობის ფასის ის რაც არის, ეხლა ანალიტიკოსებიც საუბრობენ რომ $100-საც მიაღწევს და ამაზე გამოკითხვებსაც ატარებენ რომ ეს ამ კვირაშიც იქნება, რომ $100 შესაძლოა ამ კვირაში მიაღწიოს. ჩვენ ვართ იმპორტიორები, ნავთობიმპორტიორები, შესაბამისად იმპორტირებული ინფლაცია სწორედ აი ამ არხით შემოდის ჩვენთან და რა თქმა უნდა ზეწოლა იქნება ჩვენს ინფლაციაზე, თუმცა აი ამ 3 თვის მონაკვეთზეც რომ ავიღოთ, ხო, გავლენა ჩვენ მთლიან საშუალო წლიურ ინფლაციაზე არ იქნება, ასე ვთქვათ, დრამატული. ის ინფლაცია, რაც ჩვენ გქონდა შარშან, მაგალითად 3.9% საშუალო წლიური ინფლაცია, წელს ველოდებოდი ჩვენ წლის დასაწყისში რომ 3% იქნებოდა საშუალო, თუმცა აი ამ 3 თვეზე ხანგრძლივობის პერიოდში შესაძლოა მივიღოთ იგივე დონის, ანუ რაც შარშან იყო, 3.9%. რაც შეეხება გაცვლით კურსის, ასე ვთქვათ, გაუფასურებას შესაძლოა ზეწოლა იყოს, თუმცა ამავდროულად ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი აი ამ მოკლებადიან რყევებზე ჩაერევა, იმიტომ რომ საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ დონეზე არის, 6.7 მილიარდი არის თებერვლის მონაცემით, ეს საკმაოდ ასე ვთქვათ პოზიტიური სიგნალი არის და ველოდებით დაახლოებით აი იმ საშუალოდ წლიურ ჭრილში იგივე დონეზე რაც შარშან იყო, 2.74 იყო შარშან და ეს 2.74 შესაძლოა აი ამ პარგლებში იქნება ლარი-დოლარის კურსი. და რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა, ეს მოდის უპირველესად ყოვლისა ტურიზმიდან, იმიტომ რომ ტურიზმზე მოქმედებს აი ეს კონფლიქტი პირველ რიგში ყველაზე მეტად და დაახლოებით შესაძლოა ვისაუბროთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი 5.9-6%-ის ფარგლებში მოექცეს აი ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, იმიტომ რომ ნახეთ პირველი 2 თვე საკმაოდ მაღალი იყო. შესაბამისად, რომ არ მოხდარიყო ეს უკვე ვახსენე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა. შესაბამისად, დაახლოებით ეს გავლენა, რა თქმა უნდა, დაახლოებით 0.5-0.8% პუნქტის ფარგლებში შესაძლოა ყოფილიყო, მაგრამ წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 5.9-6-ის ფარგლებში მოექცევა. ირანის მეზობელი ქვეყნების ჩართვას ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ეკონომიკური შეფასებისას თავი რო დავანებოთ, ალბათ დამოუკიდებლად საქართველოს ეკონომიკისთვის ლაშა დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ ისრაელის ეკონომიკა და ჩვენი და ისრაელის კავშირები ერთმანეთში. მე მგონია, რომ აქ გაცილებით აქტიური სურათი გვაქვს, ვიდრე ირანთან დაკავშირებით, რადგან იმავდროულად ეს ქვეყანა საკმაოდ აქტიურად ინვესტირებს და ინვესტირებს ფაქტიურად ყოველთვიურად საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი, ეს არ არის სათამაშო ბიზნესში. ისრაელის მოქალაქეების მონაწილეობა, ეს არის მათი გამორჩეულად დიდი დაინტერესება საქართველოში უძრავი ქონებით. რა გვაკავშირებს ისრაელთან და რა გავლენას ელით ამ კონფლიქტის ფონზე, როგორ აისახება ეს ჩვენს და ისრაელს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და რაც თავარია, მთელი ეს იმპაქტ, ანუ გავლენა ლაშა, რომელიც შეიძლება გადმოვიდეს საქართველოს ეკონომიკაზე. გისმენთ. დიახ, ისრაელი რა თქმა უნდა ერთ-ერთი გამორჩეული არის 2025 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, ისრაელიდან მთლიანი სავალუტო შემოდინებები, სწორედ აი ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 1 მილიარდამდე იყო, სადაც ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პორცია მოდის ტურიზმის შემოსავლებზე. დაახლოებით 600 მილიონამდე იყო, 586 მილიონი იყო. ან ტურიზმი საკმაოდ მაღალი არის. თუმცა 2025 წლის იმ 12 დღიან კონფლიქტს რომ მაშა ტურიზმზე როცა საუბრობ, ჩვენ სათამაშო ბიზნესი ყველაფერი კუმულატიურად გვაქვს მაგაში ჩართული. თვითონ ტურიზმის შემოსავლებით, თორემ სექტორების მიხედვით ის უკვე გართობა ხელოვნება, დარჩი, სასტუმროები და რესტორნები ეს გაშლილი არის ეს. რაც შეეხება, ხო, 2025 წელს ვამბობდი, 12 დღიანი კონფლიქტი რომ იყო ისრაელსა და ირანს შორის. აი ეგ იმ მოკლე პერიოდში იყო დაპაუზება, თუმცა მე დავინახეთ, რომ აი ეს დაგროვებული მოთხოვნა, ეს ნაკადები, ყველაფერი გადავიდა შემდგომ აქტიობით მოგვიბრუნდა. შემდგომ თვეზე ასახა. ფაქტობრივად ის რაც უნდა ყოფილიყო გადანაწილებული რამდენიმე მაგალითად კვირაზე, ანუ თვეზე, ეს მე ერთბაშად ასახვა პოვა და გაგრძელდა მე ტენდენცია, იმიტომ რომ
ფაქტობრივად ისრაელი არა მარტო 2025, არამედ წინა პერიოდებშიც კიდევ ისრაელიდან იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, პროგნოზები კეთდებოდა, რომ ტურიზმის ნაკადები იყო ერთი წელიწადი, რომ შემცირდებოდა, ეს იქნებოდა 20%-იანი შემცირება და ასე შემდეგ, მაგრამ პირიქით სიტუაცია მივიღეთ, ხო? ისეც ახლა მიმდინარე წელს ჩვენ აი ეს დამოკიდებულება არის მაღალი, ტურიზმი არის მაღალი და სექტორებში მე ძალიან ბევრ სექტორზე ახდენს გავლენას, მათ შორის უძრავ ქონებაში, იმიტომ რომ ბათუმში მონაწილეობენ ესენი და ძირითადად აი უცხოელების შესყიდვებში ისრაელის წილი საკმაოდ მაღალია. ფიქრობ, რომ აი ამ კონფლიქტის შემთხვევაში მათი მოთხოვნა მაინც სტაბილური დარჩება უძრავი ქონების მიმართულებით, იმიტომ რომ აქ ისინი თვითონ ხედავენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი აქ მიმზიდველი არის და ინვესტირების კუთხით ეს კონფლიქტები პირიქით მათ აპეტიტს უფრო ამძაფრებს. რაც შეეხება ტურიზმს აქაც მგონია, რომ როგორც ჩარშან იყო ის დაპაუზებული, შემდგომ ერთბაშად უფრო გაორმაგებული და უფრო დიდი რაოდენობა მივიღეთ, ესეთი სურათი შესაძლოა მივიღოთ მიმდინარე წელსაც. ანუ ჯამურად 600 მილიონი გვაქვს, ხო? ტურიზმის შემოსავლები ისრაელიდან. პირველი ორი თვე საკმაოდ აქტიური იყო, ეს ჩანდა კიდეც სტატისტიკაში, ჩვენ შეფასებებშიც. ეს პერიოდი არის ახლა მარტიდან მოყოლებული, რომელიც ფაქტობრივად ფრენების დაყოვნების გამო არის ის, რომ ასე ვთქვათ, ეს ტურიზმის სექტორზე ისახება, თუმცა როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, შემდგომ გააქტიურება უფრო მძაფრი იქნება და შესაბამისად ეს ჯამურ რიცხვებში არ გამოჩნდეს მე. ამიტომ გარკვეულწილად შესაძლოა ის ეფექტები აი ამ მოკლე პერიოდში მივიღოთ და ამან უარყოფითი განწყობები არ უნდა გაგვიმძაფროს, ხო? იმიტომ რომ არავინ არ იცის ეს კონფლიქტი როდის დასრულდება, ერთი თვე იქნება, ორი თვე, სამი თვე თუ ერთი წელი, მაგრამ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იქნება, უფრო დიდი გავლენა იქნება ამას გლობალურ ეკონომიკაზე და უფრო მეტი აქტიური ჩართულობა იქნება იმისთვის, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება ასე ვთქვათ მოგვარებული იყოს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგ მხარეს ეს არ აწყობდეს, ხო? კარგი, სანამ შეჯამებისკენ გავალთ საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კითხვა. თქვენ ახსენეთ გადადებული რეისები. ავიაცია, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ტურიზმთან მიმართებით. უკვე მე მგონი 20-22000 გადასდა სხვადასხვა ოფისების შეფასებით ლაშა რეისების რაოდენობა, რომელიც გაჩერებულია, ან უბრალოდ ლოკალიზებულია, მაგრამ ეხლა წამოსული არის კიდევ ერთი ტენდენცია, რაც შემომჩნია გუშინ. ცალკეული ავიაკომპანიები, აი მაგალითად დუბაის აეროპორტის მაგალითზე, აპაუზებენ საერთოდ და უკვე შედარებით გრძელვადიანად ფრენებს. მაგალითად გუშინ თუ არ ვშტები წამყვანმა რუსულმა ავიაკომპანიამ აეროფლოტმა გამოაცხადა, რომ ჩვენ 31 მარტამდე არ ვიფრენთ. არავის სიტყვაზე არ გამოეკიდება, რომ 19 მარტს აღადგინონ ფრენა, ცხადია, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდენცია აქეთ მიდის. ხომ არ არის ეს საფრთხე ჩვენთვის? ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფრენები არც თუ რბილად რომ ვთქვათ, არააქტიური მიმართულება იყო ჩვენი დატვირთვისთვის, ჩვენი ტურისტული ტრაფიკისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც ხო არ მოგვიწევს, რომ გავზომოთ და გავითვალისწინოთ იმ რისკებში, რაც მომავალში გველის. პრინციპში მოკლევადიან სცენარში ჩვენ ეს გათვალისწინებულიც გვაქვს, თუმცა აქ შესაძლოა იყოს ერთი მომენტი კიდევ, მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ადრე წინა პერიოდებში მოგზაურობდნენ, თქვათ, თუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხო? არ არის გამორიცხული, რომ შეცვალონ და საქართველოსკენ წამოვიდნენ სახმელეთო შემოგვიდნენ. რელოკაცია, გავიგე ახლა ეს საბო. ანუ ისინი აქეთკენ გადმოიმისავდნენ. ისინი წამოვიდნენ საქართველოში. ეს სცენარი შეიძლება განვიხილოთ ჩვენ. ანუ ეს არ გვაქვს ახლა დიდი დოზით დაშვებული, მცირე თვითვალისწინებთ აი ამ ესეთ განვითარებას მონონების, თუმცა ესეც შეიძლება მივიღოთ მაგალითად თუნდაც რუსი ტურისტები, რომელიც ტურიზმის შემოსავლებში მაღალი არის, ხო? ის რუსი ტურისტები, ვინც მაგალითად დუბაიში მიდიოდა ან ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, არ არის გამორიცხული საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდნენ. ან თურქეთიდან და ასე შემდეგ. ეს სცენარი შეიძლება მივიღოთ. კარგი, საერთო ჯამში დასასრულისკენ ლაშა, ისედაც შეგაყოვნეთ ამ კვირა დღეს. თქვენი აზრით მოგვიწევს გარკვეული რედიზაინი ჩვენი კვლევებისა და სცენარებისა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, თუ პრინციპში უნდა გავყვეთ იმ სამ სავარაუდო სცენარს თავისი შესაძლო
აღქმებით და დამოკიდებულებით საქართველოს ეკონომიკაზე უახლოეს პერიოდში, როცა ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, როდის დასრულდება კონფლიქტი, მაგრამ დაზუსტებით ვიცით, რომ ჩვენ მივიღებთ გლობალურ ინფლაციურ პროცესებს გაზრდილი ნავთობის გამო, რომელმაც უკვე თითქმის 30 თუ არა 25 დოლარით მინიმუმ მოიმატა უკვე ფასში. ჩვენ მივიღებთ ყველა შემთხვევაში გარკვეულ ასახვებს ამ ვითარებიდან გამომდინარე ინფლაციურ პროცესებზე. რას უნდა დავაკვირდეთ ახლო აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკის კონტექსტზე და თქვენ კონკრეტულად რას აკვირდებით გამომდინარე იქიდან, რომ ვითარება ცვლადია ფაქტიურად ყოველწუთიერად. ხო, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ სავალუტო შემოდინებების არხს. კრიტიკულია არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, იმიტომ რომ ამას შესაძლოა გქონდეს სხვა ქვეყნებზეც გავლენა, ხო? შესაძლოა იქიდან პირიქით შეიძლება დაჩქარება მივიღოთ, ან შენელება მივიღოთ, ან გაყვეს, ხო, აი ამ პროცესს. ზრდა მახედანაც მიიღოთ. ხო, შესაძლოა ჩანაცვლება გქონდეს, ხო? ამიტომ ამას უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად. ჩვენ რა პროგნოზებიც გვაქვს გაკეთებული, სავარაუდოდ აი მარტის თვეს დავაკვირდებით კარგად და უკვე აპრილში საბაზრო სცენარის განახლება გვექნება, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სხვა სცენარებიც გქონდეს, იმიტომ რომ თუ ეს პროცესი არ იყო დასრულებული აი ამ ერთვიან მონაკვეთში, როგორცაც ტრამპი მაგალითად პროგნოზირებდა, რომ 4 კვირაში, 3-5 კვირაში დასრულდება ეს ყველაფერიო. ხო, ამის შემდეგ გვექნება განახლებული პროგნოზები. რა თქმა უნდა, განახლებულ პროგნოზში წინასწარ შევიძლია ვთქვა, რომ ინფლაციაზე ექნება უკვე გავლენა და ეს ნებისმიერ სცენარში იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო წლის დასაწყისში. ეს ფაქტია როგორც. ლაშა, ურმესი მადლობა. მადლობა, რომ საინტერესო შეფასებები გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ანალიტიკოსების და რედაქციას მიაქცევს ყურადღებას თქვენს მიერ გამოთქმულ დღეს ამბებს ლაშა ქავთარაძეს მინდა მადლობა გადაუხადო ჩვეულად საინტერესო ანალიზისთვის და მიმოხილვისთვის და ვიდრე მას გავაცილებთ შემდეგ თემას წარმოგიდგენთ, რომელიც ჩემი აზრით ამ კვირის და გადაჭარბების გარეშე ალბათ ამ წლის ერთ-ერთ უმთავრეს ბიზნეს მოვლენად დარჩება. ეს არის რომ 2026 წლის 23 მარტიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარი ინდექსის FTSE-ის შემადგენლობა განახლდება და მას საქართველოს ისტორიაში პირველად ქართული კომპანია Lion Finance PLC დაემატება, რომელიც საქართველოს ბანკის და ასევე ამერია ბანკის მფლობელი ჰოლდინგური კომპანია. ინდექსის შემადგენლობიდან 23 მარტიდან გამოდის, ანუ აღარ იქნება კომპანია EasyJet და ასევე Hikma Pharmaceuticals. აი ამ კომპანიების ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში პოზიციებს დაიკავებს ქართული Lion Finance PLC და ასევე ბრიტანული IG Group Holdings. აქამდე Lion Finance PLC პირველი ასეულის მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანი საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შედიოდა, რომელიც მოიცავს 250 უმსხვილეს კომპანიას პირველი ასეულის შემდეგ. ხო და რას ნიშნავს ეს მოვლენა ქართული ბიზნესისთვის? საქართველოს და ჩემი აზრით ეკონომიკის, რეგიონის ეკონომიკისთვის მინდა ვნახოთ BMG-ის მიერ მომზადებული სპეციალური ვიდეო ისტორია ამ თემაზე. Lion Finance Group-მა საქართველოს საფინანსო სექტორის ისტორიაში მნიშვნელოვანი პუნქტი მონიშნა. 2026 წლის მარტიდან საქართველოს ბანკის მფლობელმა კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილეს ასეულში FTSE 100-ში დაიკავა ადგილი. Lion Finance Group-ი პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც მსოფლიოს ფინანსური ელიტის ასეულს შეუერთდა. დღეისათვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. აქამდე Lion Finance ბირჟის მეორე ლიგაში FTSE 250 ინდექსში შედიოდა, თუმცა 2026 წლის მარტიდან ვითარება შეიცვალა. Lion Finance-მა მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და უმსხვილეს კომპანიებს შორის პრესტიჟულ FTSE 100-ში გადაინაცვლა. ამ ინდექსში შესვლა გულისხმობს რეალურად ის ფონდები, თუნდაც ინსტიტუციონალური კლიენტები, რომლებიც ზოგადად ინდექსს მიყვებიან თავიანთი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, მოუწევთ რეალურად მათი ასე ვთქვათ, უფრო დეტალურად შენახოთ, შეხედოთ და დეტალური ანალიზი. ანუ ანალიტიკოსებს უფრო მეტი ესე ვთქვათ ძალისხმევა დაჭირდებათ, რომ გაანალიზონ თუნდაც ჩვენი კომპანია და შესაბამისად უკვე შეხედავენ როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს. ანუ გაცილებით ბევრი ანალიტიკოსის ყურადღების ქვეშ
მოექცევით და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის მომტანი იქნება ეს ფაქტი. ამ ინდექსში შესვლა ქართული ეკონომიკისთვის ისტორიული ეტაპია. ლონდონის საფონდო ბირჟის 4 ტრილიონ 100 მილიარდის კაპიტალიზაციის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ტოპ 100-ზე მოდის. ინდექსის კვარტალურმა გადახედვამ დაადასტურა, რომ Lion Finance-მა გიგანტებს შორის ადგილი დამსახურებულად დაიმკვიდრა. კომპანიის აქციების ფასი 114%-ით გაიზარდა და 110 გირბანკა სტერლინგი შეადგინა. ამჟამად ჰოლდინგის საბაზრო ღირებულება 5 მილიარდ 600 მილიონ გირბანკა სტერლინგს აჭარბებს, რაც მას მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციების გვერდით აყენებს. FTSE 100-ის ინდექსში ქართული კომპანიის მოხვედრა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სტატისტიკური მიღწევა. ეს არის გლობალური აღიარების უმაღლესი ხარისხი, რომელიც ბიზნესს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო სიის წევრად აქცევს. ამ ინდექსში შესვლა კომპანიის მიმართ დიდ ნდობასა და მის მაღალ რეპუტაციას უსვამს ხაზს, რადგან ეს სტატუსი ავტომატურად იზიდავს მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობენ ამერიკული საინვესტიციო გიგანტებიც, მათ შორის BlackRock-ი და Vanguard-ი, რომელთა აქტიური მონაწილეობა ბაზარზე მაღალი ლიკვიდურობის მთავარი გარანტია. როდესაც ინდექსის შემადგენლობა ახლდება, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ამას განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს და საკუთარ კაპიტალს ახალ კომპანიებში აბანდებენ. ინსტიტუციური კაპიტალის ასეთი მაღალი კონცენტრაცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ FTSE 100 დიდი მოცულობის აქტივების განსათავსებლად ყველაზე საიმედო პლატფორმად არის მიჩნეული. საფონდო ბირჟის უმსხვილესი კომპანიების ასეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ კომპანიის კორპორატიული მართვის სტანდარტები და ფინანსური გამჭვირვალობა სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო მოთხოვნებს. საერთაშორისო ფონდებისთვის ინდექსის მიმზიდველობას კიდევ უფრო აძლიერებს ბრიტანული სამართლებრივი გარემოს სიმყარე და ლონდონის როგორც მსოფლიო ფინანსური ცენტრის ურყევის სტატუსი. აქამდე ქართული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ FTSE 250-ის ინდექსში, რაც პირველი ასეულის შემდეგ არსებულ კომპანიებს მოიცავს, ხოლო პირველ ასეულში შესვლა უკვე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა იმ მასშტაბით, რომ ამ ქვეყანაში არსებული ბიზნესი უკვე შესაძლებელია, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პირველ ასეულში იყოს განთავსებული. თავად ინდექსში შესვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსის ინვესტორები არიან გლობალური საინვესტიციო ფონდები, უმსხვილესი საპენსიო ფონდები და ასე შემდეგ, აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც რეგულარულად ახდენენ პირველ ასეულში არსებულ კომპანიებში ინვესტიციებს. შესაბამისად, მაღალი ალბათობით მათი ინტერესი საქართველოს ეკონომიკისადმი და ქართული კომპანიისადმი, რომელიც ამ ასეულში შევიდა, გაიზრდება. ინდექსის სიძლიერეს მისი სექტორული მრავალფეროვნებაც განსაზღვრავს. ასეულში ვხვდებით ლიდერ კომპანიებს საბანკო, საფინანსო სექტორიდან, ენერგეტიკიდან, ფარმაცევტიკიდან და ასე შემდეგ. FTSE რეალურად გლობალურად ერთ-ერთი წამყვანი ინდექსია, რომელიც ძალიან მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს მოიცავს, არა მხოლოდ ბრიტანულ კომპანიებს, არამედ იმათაც, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ, მაგალითად არის BP, Shell, HSBC, ასევე ძალიან ბევრი მათგანი საფინანსო სექტორიდან არის წარმოდგენილი, ისევე როგორც Lion Finance Group-ი. და თავად ამ კომპანიის FTSE-ში შესვლა რეალურად იმისი დასტურია, რომ ეს არის საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დიდი აღიარება. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას, ვინაიდან FTSE-ში პასიურად ინვესტირებენ ძალიან დიდი და სერიოზული ინსტიტუციური ინვესტორები, საპენსიო ფონდები და მათ შორის ინდივიდუალური ინვესტორები. საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანია Lion Finance Group-ი ინდექსში ოფიციალურად 2026 წლის 20 მარტს საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ გაწევრიანდება, ხოლო ცვლილება ძალაში 2026 წლის 23 მარტს შევა. მე ირანის თემით მსურს გავაგრძელო გადაცემის ეს ნაწილიც, მით უმეტეს ირანი ეს არის ქვეყანა, რომელიც ხშირად ასოცირდება პირველ რიგში სანქციებთან, პოლიტიკურ დაძაბულობასთან, საკმაოდ რთულ ეკონომიკურ გარემოსთან. ახლაც ეს ქვეყანა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ამაზე ხა საუბრით თავს არ შეგაწყენ, თუმცა არსებული რეალობის მიუხედავად, ირანშიც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც უზარმაზარი ფინანსური კაპიტალი დააგროვეს, ნამდვილი ბიზნეს და ფინანსური იმპერიები შექმნეს და მილიარდობით დოლარის ქონებასაც ფლობენ. ენერგეტიკიდან და მეტალურგიიდან დაწყებული, ტექნოლოგიებით და საერთაშორისო ვაჭრობით დასრულებული. ირანელი მილიარდერები გავლენიან ბიზნესებს მართავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
მაშასე ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ირანის ეკონომიკის ყველაზე მდიდარ ფენას წარმოადგენენ? როგორ მოახერხეს მათ სიმდიდრის დაგროვება და რომელ სფეროებში, ინდუსტრიებში ააგეს თავიანთი ბიზნეს იმპერიები? ვნახოთ ირაკლი მოდებაძის ვიდეო პრეზენტაცია. 2026 წელს ირანსა და ამერიკას შორის მზარდი კრიზისის ფონზე მსოფლიო ყურადღება მხოლოდ გეოპოლიტიკაზე აღარ არის კონცენტრირებული. გაიზარდა ინტერესიც იმ გავლენიანი ირანელების მიმართ, რომლებიც გლობალურ ბიზნესსა და ეკონომიკაში დიდ ძალას ფლობენ. მას შემდეგ, რაც დაძაბულობა გაიზარდა და ამერიკამ ირანს სამხედრო მოქმედებებით შეუტია, საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ დიდარ ირანელებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში უზარმაზარ სიმდიდრესა და გავლენას ფლობენ. ირანის უმდიდრესი პიროვნებების დიდი ნაწილი დღეს ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და საქმიანობს. მათ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შექმნეს ძლიერი ბიზნეს იმპერიები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგია, ფინანსები, საცალო ვაჭრობა, უძრავი ქონება და კოსმოსური ინდუსტრია. შესაბამისად, დღეს, როდესაც ირანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, გვსურს გავიხსენოთ 5 უმდიდრესი ირანის მოქალაქე დღევანდელი მონაცემებით. მეხუთე ადგილი ღერმეზიანების ოჯახი 2.5 მილიარდი დოლარი, ინდუსტრია უძრავი ქონება. ეს არის ირანული წარმოშობის ოჯახი, რომელმაც თავისი ქონება უძრავი ქონების განვითარებაში დააგროვა. ოჯახის ბიზნესი დაიწყო ირანში, თუმცა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ისინი კანადაში გადავიდნენ. იქ მათ შექმნეს კომპანია 555 Group, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო გასართობი კომპლექსების დეველოპერია. ოჯახი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ ააშენა ორი უდიდესი სავაჭრო ცენტრი მსოფლიოში, West Edmonton Mall და Mall of America. ეს კომპლექსები არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრები, არამედ დიდი გასართობი პარკებით, აკვარიუმებითა და სასტუმროებითაცაა ცნობილი. დღეს ღერმეზიანების ოჯახი კვლავ მართავს მრავალ მილიარდიან უძრავი ქონების იმპერიას ჩრდილოეთ ამერიკაში და მუშაობს ახალ მეგაპროექტებზე სავაჭრო და გასართობ ინდუსტრიაში. მეოთხე ადგილი კამალ ღაფარიანი 2.5 მილიარდი დოლარი, ინდუსტრია, კოსმოსური ტექნოლოგიები და ენერგეტიკა. ამერიკაში მიღებული განათლებითა და ინჟინერიის დიპლომით ღაფარიანმა კარიერა კოსმოსურ ინდუსტრიაში დაიწყო და მოგვიანებით დააარსა რამდენიმე მაღალტექნოლოგიური კომპანია. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა Axiom Space, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურისთვის კომერციული მოდულების განვითარებაზე მუშაობს და მომავალში გეგმავს დამოუკიდებელი კოსმოსური სადგურის შექმნას. ასევე არის Intuitive Machines-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მთვარეზე რობოტულ მისიებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებს ავითარებს. ღაფარიანი აქტიურად მუშაობს ენერგეტიკისა და ბირთვული ტექნოლოგიების სფეროებში და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება კერძო კოსმოსურ ინდუსტრიაში. მესამე ადგილი ფარჰად მოშირი 2.8 მილიარდი დოლარი, ინდუსტრია, ინვესტიციები და ბიზნეს პარტნიორობები. ამ ბრიტანულ-ირანული წარმოშობის მილიარდერმა ინვესტორმა ქონება ძირითადად ფინანსურ ინვესტიციებსა და ბიზნეს პარტნიორობებში დააგროვა. ის ირანში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით დიდ ბრიტანეთში გადავიდა. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო თანამშრომლობა რუს მილიარდერთან ალიშერ უსმანოვთან, რომელთან ერთადაც ის სხვადასხვა ენერგეტიკულ და მეტალურგიულ კომპანიებში ინვესტიციებს ახორციელებდა. ამ პარტნიორობამ მას დიდი ფინანსური წარმატება მოუტანა. მოშირი განსაკუთრებით ცნობილი გახდა სპორტში ინვესტირებით. 2016 წელს მან შეიძინა ინგლისური კლუბის ევერტონის საკონტროლო წილი და გახდა მისი მთავარი აქციონერი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კლუბმა დიდი თანხები ჩადო ახალი სტადიონისა და მოთამაშეების ტრანსფერებში. მოშირი დღემდე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ინვესტიციებში, განსაკუთრებით სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. მეორე ადგილი ბეჰდად ეღბალი 4.4 მილიარდი დოლარი, ინდუსტრია, კერძო კაპიტალი. ამ მილიარდერის ოჯახი ირანიდან ამერიკაში 1980-იან წლებში გადავიდა. ბეჰდადის კარიერა ფინანსურ სექტორში დაიწყო, შემდეგ კი 2006 წელს პარტნიორებთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია Clear Lake Capital. კომპანია სპეციალიზდება ტექნოლოგიის, პროგრამული უზრუნველყოფის, სამრეწველო და მომხმარებელთა მომსახურების სფეროებში ინვესტიციებზე. Clear Lake Capital სწრაფად გაიზარდა და დღეს ათეულობით მილიარდ დოლარზე მეტ აქტივს მართავს. ეღბალი ცნობილია იმით, რომ კომპანიებს ყიდულობს ოპერაციულ სტრატეგიას, ცვლის და შემდეგ მნიშვნელოვნად ზრდის მათ ღირებულებას. ბოლო წლებში ის ასევე გახდა სპორტული სამყაროს მნიშვნელოვანი ფიგურა, რადგან არის ჩელსის მფლობელთა ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მას შემდეგ რაც კლუბი 2022 წელს კონსორციუმმა შეიძინა. დღეს ეღბალი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა კერძო კაპიტალის გლობალურ ბაზარზე. პირველი ადგილი პიერ ომიდიარი 10.5 მილიარდი დოლარი, ინდუსტრია, ტექნოლოგიები. ამერიკაში გაზრდილმა ირანელმა 1995 წელს შექმნა ონლაინ აუქციონის პლატფორმა eBay, რომელიც თავდაპირველად უბრალო ვებგვერდი იყო სახელწოდებით Auction Web. იდეა მარტივი იყო. მომხმარებლებს შეეძლოთ ინტერნეტით ერთმანეთისთვის ნივთების გაყიდვა აუქციონის პრინციპით. პლატფორმა ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული და 1998 წელს კომპანია ბირჟაზე გავიდა. eBay-ის გლობალურმა წარმატებამ ომიდიარი მილიარდერად აქცია. მოგვიანებით მან
ინვესტიციები გააფართოვა მედიასა და ფილანთროპიაში. ის და მისი მეუღლე პამ ომიდიარი მართავენ ომიდიარ ნეტვორკს, რომელიც სოციალური ინოვაციების, ტექნოლოგიური სტარტაპებისა და მედიის პროექტებს აფინანსებს. ომიდიარმა ასევე დააფინანსა დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, მათ შორის The Intercept. დღეს ის აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობაში და ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად რჩება. ბიზნესში არსებობს ორი მომაკვდინებელი ცოდვა. პირველი, იმოქმედო წინ დაუხედავად და მეორე, საერთოდ არ იმოქმედო. კარლ აიკანი. რუბრიკას წარმოგიდგენთ LGG. ახლა შევყვევით საუბრებს და ვიდეო ისტორიებს დიდარ ადამიანებზე. მოდი კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით, მით უმეტეს ეს ამბავი ეხება ევროპის და მსოფლიოს ერთ წამყვან ქვეყანას, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. 10 წლეულების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ნუტელას მწარმოებელი ლეგენდარული ფერეროების ოჯახის წარმომადგენლებმა იტალიის უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერობა დაკარგეს, შეიქმნა სრულიად ახალი მოცემულობა ბიზნეს ოლიმპზე, ახალი ნომერ პირველი მილიარდერი ჩანს იტალიაში და ეს არის ანდრეა პინიატარო, რომელიც რა გითხრათ, იმდენად გაურბის საჯაროებას, რომ ინტერნეტშიც კი მისი ფოტოს პოვნად საკმაოდ რთული ამბავი და ამოცანაა. საკმარისზე მეტი აღმოჩნდა ეს ჩემთვის და სალომე ხიდურელისთვის, რომ ამ პიროვნებით დავკავებულიყავით და შეგვესწავლა რა გზა გაიარა პინიატარომ მსოფლიოს ფინანსური ცენტრებიდან იტალიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსამდე. ძალიან საინტერესო ვიდეო ისტორია გელიცით და მოდი ერთად ვნახოთ იტალიის უმდიდრეს ადამიანზე, ანდრეა პინიატაროზე მომზადებული ვიდეო ისტორია. განიხილეთ შემდეგი პარადოქსი. ფლობდეთ 40 მილიარდ დოლარზე მეტ ქონებას. იყოთ თქვენი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი და მაინც რომისა თუ მილანის ხალხმრავალ ქუჩებში სრულიად შეუმჩნევლად გადაადგილდებოდეთ. სწორედ ასე ცხოვრობს ანდრეა პინიატარო. ის არიძლევა ინტერვიუებს, თავს არიდებს საჯარო გამოსვლებს და მიზანმიმართულად გაურბის მედიის ყურადღებას. ანდრეა პინიატაროს ბიზნეს პრესამ იტალიელი მაიკლ ბლუმბერგი უწოდა. თავისი უკიდურესად გასაიდუმლოებული კომპანიის აიონ გრუპის მეშვეობით მან უხმაუროდ განახორციელდა თანამედროვე ისტორიაში კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სტრატეგია. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შექმნა მათემატიკური ანალიზით გატაცებულმა ობლიგაციების ტრეიდერმა გლობალური ფინანსური სისტემის უხილავი საოპერაციო ინფრასტრუქტურა და როგორ იქცა იგი წარმოუდგენლად გავლენიან ფიგურად. ანდრეა პინიატარო 1970 წელს იტალიის ქალაქ ბოლონიაში დაიბადა. ბოლონიის უნივერსიტეტში ეკონომიკის ხარისხის მიღების შემდეგ მან სწავლა დიდ ბრიტანეთში გააგრძელა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში მათემატიკის დოქტორის წოდება მოიპოვა. 1994 წელს რთული განტოლებების ამოხსნაზე ორიენტირებული გონებით მან მუშაობა ობლიგაციების ტრეიდერად დაიწყო ლეგენდარულ ამერიკულ საინვესტიციო ბანკში Solomon Brothers. იმ პერიოდში Solomon Brothers-ი ფინანსურ სამყაროში ყველაზე აგრესიული და გამჭრიახი კადრების სამჭედლოდ ითვლებოდა. სავაჭრო დარბაზები იყო ხმაურიანი, ქაოსური და დიდწილად ხელით შესასრულებელ პროცესებსა და ადამიანურ ინტუიციაზე დამოკიდებული. სანამ მისი კოლეგები მორიგ მოგებიან გარიგებაზე იყვნენ ფოკუსირებულნი, პინიატარო აკვირდებოდა თავად სისტემას. მან ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება დაინახა. ფინანსების მომავალი ეკუთვნოდა არა ყველაზე ხმამაღალ ტრეიდერს, არამედ მას, ვინც ამ პროცესების ავტომატიზაციისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნიდა. მას არ სურდა უბრალოდ ობლიგაციებით ევაჭრა. მისი მიზანი იმ ციფრული ეკოსისტემის ფლობა იყო, რომელშიც ეს ტრანზაქციები ხორციელდებოდა. 1997 წელს პინიატარომ დაარწმუნა Solomon Brothers-ი. შეექმნათ ერთობლივი საწარმო პიზაში დაფუძნებულ მცირე პროგრამულ კომპანიასთან, რომლის სპეციალობაც სახელმწიფო ობლიგაციებით ვაჭრობა იყო. 1999 წლისთვის ციფრულ ტრანსფორმაციაზე მასშტაბური გადასვლის მოლოდინში მან ეს საწარმო დამოუკიდებელ კომპანიად Ion Investment Group-ად აქცია. მისი კორპორაციული ხედვა თამამი, თუმცა სპეციფიკური იყო. მიეწოდებინა კომერციული თუ ცენტრალური ბანკებისა და ჰედჯ ფონდებისთვის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ნაკლებად თვალშისაცემი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც სავაჭრო ოპერაციების რისკებისა და ბაზრის მონაცემების მართვისთვის იყო საჭირო. პინიატაროს კაპიტალის ზრდის საიდუმლო მისი მიზანმიმართული, ვალებით დაფინანსებული, აგრესიული შესყიდვების სტრატეგიაში იმალება. 2 წლეულის განმავლობაში Ion Group-მა უხმაუროდ შეიძინა ფინანსური ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ათობით ნიშური კომპანია. როდესაც რომელიმე კომპანია ისეთ კრიტიკულ პროდუქტს ფლობდა, რომელზეც ბანკები იყვნენ დამოკიდებული, პინიატარო მას ყიდულობდა. ასე შეიძინა მან ბაზრის მსხვილი მოთამაშეებით და მონაცემთა იტალიური გიგანტები.
ამ მასშტაბური შესყიდვების დასაფინანსებლად პინიატარო არ ერიდებოდა კაპიტალის მოზიდვას. მან მილიარდობით დოლარის კერძო სესხები და ფინანსური ვალდებულებები გამოიყენა თავისი ექსპანსიის უზრუნველსაყოფად და ყველა ეს ცალკეული პროგრამული პლატფორმა ერთ გიგანტურ, ურთიერთდამაკავშირებელ ეკოსისტემად აქცია. მისი ბიზნეს სტრატეგიის ყველაზე გასაოცარი ფაქტი კი ის არის, რომ 1999 წელს აიონის დაარსების შემდეგ პინიატაროს ფაქტობრივად არც ერთი შეძენილი კომპანია არ გაუსხვისებია. ამ გრძელვადიანი თამაშის წყალობით მან აიონის პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად ღრმად დანერგა გლობალური ფინანსების ძირითად ფუნქციებში, რომ ბანკებისთვის მის გარეშე ოპერირება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. დღეს პინიატაროს ქონება თითქმის 43 მილიარდ დოლარს აღწევს, რითაც მან უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ნუტელას შემქმნელი ფერეროების ოჯახი და იტალიის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული დაისაკუთრა. მიუხედავად ამისა, მისი ცხოვრება უკიდურესი სიმდიდრისა და თითქმის აზტეკური სიმშვიდის მომხიბლავი პარადოქსია. იგი მთიან შვეიცარიაში, ელიტარულ სენტ-მორიცში ცხოვრობს, თუმცა პინიატაროს მთავარი გატაცება იალქნიანი ნავებით ცურვაა. ის ფლობს უმაღლესი კლასის ვილებისა და სასტუმრო კომპლექსების ფართო ქსელს კარიბის ზღვის კუნძულ კანუანზე. მართალია მისი კაპიტალის სპეციფიკურ საბანკო პროგრამულ უზრუნველყოფაზე აშენდა, თუმცა მას აქვს რამდენიმე მოულოდნელი ინვესტიციაც. იგი ფლობს მნიშვნელოვან წელს იტალიურ სპორტულ ტანსაცმლის ბრენდ მაკრონში, რომელიც ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებს ასპონსორებს. სულ ახლახან მან ასობით მილიონი დოლარი ჩადო ევროპის უდიდეს ურბანული რეგენერაციის პროექტში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო ტექნოლოგიური და ინოვაციური ჰაბის აშენებას ითვალისწინებს. შესაძლოა მისი პიროვნების ყველაზე დამახასიათებელი შტრიხი ის იყოს, რომ იგი მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისკენ. მიუხედავად მულტიმილიარდერის სტატუსისა, პინიატარო 50 წელს გადაცილებული დაუბრუნდა აკადემიურ სივრცეს და 2023 წელს იტალიის პრესტიჟულ ბოკონის უნივერსიტეტში მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი დაიცვა. ეპოქაში, როცა ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები თავიანთ დროს სოციალურ ქსელებში პოსტვას, რაკეტების გაშვებასა და ცნობადობის მოპოვებას უთმობენ, ანდრია პინიატარო ერთგვარი ანომალიაა. მისი ისტორია კი კაპიტალის გენერირების ნამდვილი მასტერკლასია. პინიატარო ამტკიცებს, რომ გავლენიან ფიგურად ჩამოსაყალიბებლად არ არის აუცილებელი გამორჩეული smartphone-ის ან ვირუსული სოციალური აპლიკაციის შექმნა. ზოგჯერ 53 მილიარდი ქონებისკენ მიმავალი გზა მსოფლიოში ყველაზე რთული. ქაოსური ოთახის პოვნა და მისი ორგანიზებისთვის საჭირო მექანიზმის უხმაუროდ აშენებაზე გადის. გლობალური ეკონომიკა მხოლოდ შრალი ციფრები და მთავრობების ანგარიშები არ არის. დამიჯერეთ, თითოეული ტრილიონიანი მთლიანი შიდა პროდუქტის მიღმა ამ ქვეყნებში გიგანტური კორპორაციები დგანან. ისინი ქმნიან მილიონობით სამუშაო ადგილს, კარნახობენ ტექნოლოგიურ ტრენდებს, კი ბატონო, და დასამალიც რა არის? ფაქტობრივად მართავენ მსოფლიოს. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 უმსხვილესი ეკონომიკის მთავარ ბიზნეს იმპერიებს, რომლებიც ჩვენი აზრით გადამწყვეტ როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკურ ურთიერთობებში, საგარეო ეკონომიკურ კავშირებში და რაც თავარია, ყველა იმ აქცენტირებაში, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკად ყალიბდება. თემაზე სალომე ხიდურელმა იმუშავა. გლობალური ეკონომიკა ვაჭრობის, ინოვაციებისა და ადამიანური კაპიტალის რთული, მჭიდროდ გადახლართული ქსელია. მართალია სახელმწიფოები ინფრასტრუქტურას, კანონმდებლობასა და სამუშაო ძალას უზრუნველყოფენ, მაგრამ სიმდიდრის შექმნის მთავარ მამოძრავებელ ძალას ხშირად მეგაკორპორაციები წარმოადგენენ. დღეს მსოფლიოს ეკონომიკური იერარქიაში 5 ქვეყანა დომინირებს: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, გერმანია, იაპონია და ინდოეთი. თითოეულ ამ სახელმწიფოს უნიკალური ეკონომიკური დნმ აქვს. და სწორედ ამ განსხვავებული გარემოდან წარმოიშვებიან ჰიპერმასშტაბისა და გავლენის მქონე კორპორაციული ლიდერებიც. ამ 5 წამყვანი ეკონომიკიდან თითოეულის უდიდესი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის განხილვით ნათლად დავინახავთ, თუ რა ამოძრავებს დღეს გლობალურ სიმდიდრეს. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ეკოსისტემები, თუ მაღალი სიზუსტის წარმოება და მრავალპროფილური კონგლომერატები. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 უმსხვილესი ეკონომიკის რეიტინგს, მათ სათავეში მდგომ კორპორაციულ ტიტანებთან ერთად. 30 ტრილიონ დოლარზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტით ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ეკონომიკის უდავო ჩემპიონია. ეს ბაზარი ტექნოლოგიური ინოვაციების მაღალი დონით, კაპიტალის ღრმა ბაზრებითა და დაუღალავი სამეწარმეო სულისკვეთებით ხასიათდება. ეს არის ეკონომიკა, რომელიც უნიკალურად არის მორგებული იდეების განვითარებაზე. ატოფარეხში დაწყებული სტარტაპებიდან გლობალურ მონოპოლიებამდე, განსაკუთრებით ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და ფინანსების სექტორებში.
ბაზარზე, სადაც ყველაზე ღირებული კომპანიის ტიტულისთვის სასტიკი კონკურენცია, Nvidia-მ წარმოუდგენელი სისწრაფით მიაღწია მწვერვალს და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 4.5 ტრილიონიანი ზღვარიც გადალახა. Nvidia ხელოვნური ინტელექტის გლობალური რევოლუციის უდავო ძრავია. კომპანია, რომელიც თავდაპირველად ვიდეო თამაშების ინდუსტრიისთვის გრაფიკული პროცესორების შექმნით იყო ცნობილი, მიხვდა, რომ მისი აპარატურა იდეალურად ერგებოდა მანქანური სწავლებისთვის საჭირო ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს. დღეს Nvidia აწარმოებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურას, რომელიც პლანეტის თითქმის ყველა ტექნოლოგიური გიგანტის AI ამბიციებს ასაზრდოებს. 19.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთლიანი შიდა პროდუქტით ჩინეთი მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაა. ბოლო 4 წლების განმავლობაში ჩინეთმა უპრეცედენტო ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა და აგრარული საზოგადოებიდან მსოფლიოს ქარხნად იქცა. დღეს ჩინეთი სწრაფად გადადის მაღალტექნოლოგიურ წარმოებაზე, მწვანე ენერგიასა და შიდა მოხმარებაზე. ეკონომიკაში, რომელიც თავისი წარმოებითაა ცნობილი, ჩინეთის ყველაზე ღირებული საჯარო კომპანია სინამდვილეში ციფრული იმპერიაა, Tencent. Tencent ჩინური ციფრული ცხოვრების მთავარი არქიტექტორია. ის არის WeChat-ის მშობელი კომპანია, სუპერაპლიკაციის, რომელიც მიმოწერას, სოციალურ მედიას, მობილურ გადახდებსა და ელექტრონულ კომერციას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. ყოველთვიურად კი მილიარდზე მეტ მომხმარებელს ითვლის. 5 ტრილიონი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტით გერმანია ევროკავშირის ეკონომიკურ საყრდენს წარმოადგენს. მოხმარებაზე ორიენტირებული ამერიკის ან ციფრულად იზოლირებული ჩინეთის ბაზრისგან განსხვავებით, გერმანიის ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული ექსპორტზე. იგი გლობალურად ცნობილია უბადლო შესაძლებლობებით საავტომობილო და ინდუსტრიულ ინჟინერიაში. გერმანიის ეკონომიკური ძალა აგებულია საიმედოობაზე, სიზუსტესა და მაღალი ხარისხის წარმოებაზე. ამის გათვალისწინებით შეიძლება ველოდოთ, რომ მისი უდიდესი კომპანია ავტომწარმოებელი იქნება. თუმცა პირველობას 228 მილიარდიანი კაპიტალიზაციით SAP იკავებს. მრავალეროვნული პროგრამული უზრუნველყოფის კორპორაცია. SAP წარმოადგენს ციფრულ ნერვულ სისტემას ბიზნესებისთვის მთელ მსოფლიოში, რომელიც მათ ოპერაციების, მიწოდების ჯაჭვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაში ეხმარება. SAP-ის დომინირება ამტკიცებს, რომ გერმანული საინჟინრო აზროვნება გლობალური კორპორაციული სამყაროსთვის საიმედო, ზუსტ და შეუცვლელ პროგრამულ ინფრასტრუქტურას ქმნის. 4.3 ტრილიონიანი მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე იაპონიაა. მიუხედავად ისეთი დემოგრაფიული გამოწვევებისა, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება, იაპონიის ეკონომიკას ინარჩუნებს განათლების მაღალი დონე, ძლიერი სამუშაო ეთიკა და მოწინავე კვლევები. იაპონიის ბაზარი ასოცირდება ელექტრონიკასთან, რობოტიკასთან და განსაკუთრებით ავტომობილების წარმოებასთან. Toyota ამ ბიზნესის უდავო მეფეა. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის, Toyota 316 მილიარდ დოლარიანი შეფასება მისი გლობალური მასშტაბისა და ურყევის საიმედოობის დასტურია. Toyota-მ უბრალოდ კი არ შექმნა ავტომობილები, მან გლობალური წარმოების რევოლუცია მოახდინა და დააწესა ოქრო სტანდარტი ეფექტურობისა და ეგრეთ წოდებული გონივრული წარმოებისთვის. დღეს, როდესაც საავტომობილო სამყარო იცვლება, Toyota აგრძელებს ლიდერობას უზარმაზარი გლობალური დაფარვითა და პიონერული მიღწევებით. Top 5-ს ასრულებს ინდოეთი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტით 4 ტრილიონ დოლარს აღემატება. უზარმაზარი დემოგრაფიული დივიდენდის, ახალგაზრდა და მზარდად განათლებული სამუშაო ძალის დახმარებით, ინდოეთი სწრაფად ტრანსფორმირდება. დღეს ქვეყნის ეკონომიკა ტრადიციული სოფლის მეურნეობის, თანამედროვე მრეწველობის ფართო სპექტრისა და მომსახურების სფეროს დინამიკური ნაზავია. ინდოეთის ეკონომიკის ტიტანი Reliance Industries მასშტაბური კონგლომერატია, რომელიც ინდოელების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს ეხება. თავდაპირველად ტექსტილისა და ნავთობქიმიის გიგანტმა წარმატებით მოახდინა დივერსიფიკაცია. ინდოეთის სატელეკომუნიკაციო სექტორის რევოლუციას შეუწყო ხელი უკიდურესად IAP 4G ინტერნეტის მიწოდებით, რის შედეგადაც ასობით მილიონი ინდოელი პირველად ჩაერთო ინტერნეტ ქსელში. Reliance Industries არა მხოლოდ სარგებელს იღებს ინდოეთის ეკონომიკური ზრდისგან, არამედ აქტიურად ავითარებს ინფრასტრუქტურას ამ ზრდის დასაჩქარებლად. კომპანიის საბაზრო შეფასება 200 მილიარდს აღემატება. ეს ხუთი ეკონომიკა და მათი კორპორაციული ლიდერები ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ მოგების გენერირებაა. ისინი ბაზარს მომხმარებელთა ჩვევებს კარნახობენ, წარმართავენ ტექნოლოგიურ პარადიგმებს და აწარმოებენ ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურას, რომლითაც თანამედროვე სამყარო ფუნქციონირებს. ახლა კი რუბრიკა მხოლოდ ქართული მორიგი გმირი უნდა გაგაცნოთ რუბრიკის, რომელსაც GM Pharma-სთან ერთად წარმოგიდგენთ. ამჯერად კომპანია Suzallas არტიზანულ პურზე გიყვებით. ეს არის ხელნაკეთი პურის წარმოება, რომლის ასორტიმენტში 17 სახეობის შვავის, რუხი, ქატოს, ცეხვილ, ლაზური სახეობის პური ერთიანდება. საწარმოში დღეში 1200 ერთეული პური მზადდება, თუმცა კომპანიის რესურსი ნამდვილად იძლევა წარმოების გაორმაგების საშუალებას და ამისთვის ცხადია უმნიშვნელოვანესია, რომ ამ გამორჩეული ხარისხის პურზე
გაიზარდოს მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ, მას აყვებიან მისი შემოქმედებიც. ბროცლად სუზალას არტიზანულ პურზე, მის დამფუძნებელზე, რომელმაც სხვათა შორის 16 წლიანი აკადემიური საქმიანობიდან პურის წარმოებაში ნაწილობრივ გადაინაცვლა. იყვებით სიუჟეტში, რომელიც მარიამ იზორიამ მოამზადა. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. მაქვს 16 წლიანი აკადემიურ სივრცეში მუშაობის გამოცდილება, ვემსახურები 2 უნივერსიტეტს დღესაც, მაგრამ უფრო შემცირებული საათებით. პანდემიის პერიოდში გაჩნდა პურის საწარმოს გახსნის იდეა, რადგანაც საკუთარ თავში პურის წყობის კარგი უნარი აღმოვაჩინე. 2023 წლის თებერვალში წავედი 2 თვით ფრანკფურტში, მონახე გერმანიაში საუკეთესო აკადემია, პურფუნშეულისა და საკონდიტრო მიმართულებით სპეციალიზებული ძალიან კარგი აკადემია, სადაც გავიარე არაჩვეულებრივი ტრეინინგები. ეს იდეა და ტექნოლოგია უკვე ჩამოვიტანე საქართველოში და დავიწყე უკვე სექტემბერში უკვე გავხსენი საწარმო სუზალას არტიზანული პური. არჩევანი გავაკეთე ჯანსაღპურზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მაინც და მაინც არ იყო იმედიც აქტუალური, თუნდაც ცეხველი პური, ჭვავის პური, ქატოს პური, იგივე ან დაუშვათ ევროპული რესურსებისაგან წარმოებული პური. კითხვის ნიშნებს ბადებდა ეს ბუნებრივ საფუარზე და გამოცხარი პური და ჩვენ ეს ხაზი განავითარეთ მაღალ დონეზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხმარებლებში გამოვიწვიეთ მაღალი ნდობა, იმდენად მაღალი ნდობა, რომ განვითარების პროცესი მინდა მოგიყვეთ, რომ ვიდრე ვიყავით 1 წლის წინ, ზუსტად ახლა გაორმაგებული და გასამაგებული ტექნიკური აღჭურვილობით და ადამიანური რესურსით ვართ დღეს წარმოდგენილები და ეს არ არის აგრესიული მარკეტინგული, ასე ვთქვათ, კამპანიის შედეგი, ეს არის გამართლებული მოლოდინების გაზიარებით მოსული მომხმარებლების შედეგი. პურის დაახლოებით 17 სახეობა არის წარმოდგენილი, ჩვენთან არის ჭვავის პური, ჩვენთან არის ნახეთ ბუნებრივი დაფერილობის რუხი პური, ჩვენთან არის ავსტრიული ინგრედიენტებისაგან დამზადებული პური, ქატოს პური, ცეხვილი პური, ნამდვილი ფრანგული ბაგეტი და გარდა ამისა კიდევ არის ესეთი ძალიან საინტერესო პური, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, ლაზური პური, რომელიც საქართველოში მაინც და მაინც არ არის ესეთი ფართოდ გავრცელებული, მაგრამ ჩვენ საწარმოში მომხმარებელს შეუძლია ამ პურის შეძენა, დაგემოვნება და ის განსაკუთრებული გემური თვისებებით გამოირჩევა. მაგრამ გემური თვისებების გარდა აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი სიჯანსაღე და მისი შენახვის ხანგრძლივობა. ბევრ მომხმარებელს უჩნდება კითხვა, რას ნიშნავს არტიზანული. არტიზანული ზოგადად ნიშნავს მაღალი ოსტატობით შესრულებულ ხელნაკეთ პროდუქტს. სახელწოდებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ სახელი აჟღერებს ამას, ანუ ჩვენი თითოეული პური და ჩვენი თითოეული პროდუქტი არის ხელით დამუშავებული. და პურის ცხობაში, ანუ ხელით დამუშავებული პროდუქტი ბევრად უფრო ღირებული არის, ვიდრე ავტომატიზირებული პროცესისაგან მიღებული პროდუქტი. გარდა ამისა, კიდევ გვაქვს ფუნთუშეულის ძალიან ფართო არჩევანი, დაახლოებით 22 სახეობის ფუნთუშეზეა საუბარი და ატრიბუტად, ასე ვთქვათ, და ბონუსად დამატებული გვაქვს ხაჭაპური, ლობიანი და ეგრეთ წოდებული კრემიანი ფუნჩულებიც. როცა ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ, ანუ ჩვენი გათვლა იყო, რომ ვიდრე დღეს ვაწარმოებთ, ზუსტად 2 იმდენი შეგვიძლია ვაწარმოოთ სამომავლოდ. რაოდენობაში თუ კი გადავიყვანთ, საშუალო სტატისტიკურ დღეზე გესაუბრებით, 1000-1200 ერთეული არის ფუნთუშეულობა და დაახლოებით იგივე რაოდენობა არის პურის.
ფაქტიურად საწარმომ პირველივე დღიდანვე, პირველივე თვესვე შეინახა საკუთარი თავი. მისი დინამიკა ნამდვილად მზარდია. ბიზნესის წარმატება, რა თქმა უნდა, ფინანსებში იზომება, მაგრამ ეს კმაყოფილი მომხმარებლებისგან წამოსული ემოციები ჩვენთვის, ფასდაუდებელი არის, შეიძლება ითქვას. პროცესი ცოცხალია, მუდმივად პერმანენტულ ყურადღებას, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და სკრუპულოზურ თანმიმდევრობას მოითხოვს ტექნოლოგიის დაცვაში და ამიტომ მოგეხსენებათ, ყველა რგოლში და ყველა ჯაჭვში წარმოებისა ჩართული ვარ და ახლა უკვე გეგმავთ, რომ გავხსნათ მეორე ფილიალი, ალბათ სავარაუდოდ შემოდგომისათვის, სადაც ასორტიმენტი კიდევ უფრო მეტად გაფართოებული და დივერსიფიცირებული იქნება. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. სპორტული თემით მინდა გავაგრძელო დღევანდელი ბიზნესის კვირეული და ერთი საინტერესო დაკვირვება გაგიზიაროთ, რომელიც სიუჟეტის სახით ირაკლი მოდებაძემ მოგვიმზადა. მან სოფლიო ფეხბურთში კიდევ ერთხელ მიმოიხილა ეს თემა, რომ ეს ყველაფერი წარმატება ანუ სოფლიო ფეხბურთში არ დგას მხოლოდ ნიჭზე და ირაკლი ავითარებს ესეთ ხას თავის სიუჟეტში, რომ ის ასევე დამოკიდებულია გარემოზე, ტაქტიკაზე, მენტალიტეტზე, ასევე სწორ დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სხვა ჩვენის ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ ვარსკვლავური სტატუსი ერთ ქვეყანაში ავტომატურად არ ნიშნავს იგივე წარმატებას, მაგალითად საფეხბურთო ტოპ ლიგებში, სადაც მაღალი ტემპი, სათამაშო ხარისხი, ან უბრალოდ განსხვავებული გარემოებებია და ხო, მოდი თავი კითხვა დავსვათ, რატომ ვერ ამართლებს ზოგჯერ გამორჩეულად დიდი ტრანსფერი ფეხბურთში? არის ეს ტაქტიკის ბრალი, ფსიქოლოგიური წნეხი თუ არასწორი მოლოდინები საფეხბურთო კლუბების მხრიდან. დღევანდელ ვიდეო ისტორიაში ირაკლი მოდებაძის ავტორობით გავაანალიზებთ ტოპ ფეხბურთელებს. ტოპ ფეხბურთელებს, რომლებმაც საფეხბურთო ელიტაში საკუთარი თავი სრულად ვერ წარმოაჩინეს და ჩვენ ასევე ვეცდებით გავიგოთ. რატომ ვერ იქცა ყველაზე დიდი ტრანსფერი ფეხბურთში, ყველაზე დიდი წარმატება? ფეხბურთში სახელები და ფასები ყოველთვის არ ნიშნავს წარმატებას. არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც საკუთარ ჩემპიონატებში ნამდვილ სუპერვარსკვლავებად ითვლებოდნენ, შლიდნენ დაცვებს, ამყარებდნენ რეკორდებს და თითქოს მზად იყვნენ სოფლიო ელიტისთვის, მაგრამ ტოპ 5 ლიგა სულ სხვა რეალობაა. უფრო მაღალი ტემპი, ზეწოლა, ტაქტიკური სირთულე და მოლოდინები, რომლებიც ყველას ვერ უძლებს. ამ სიუჟეტში ვისაუბრებთ ტოპ ფეხბურთელებზე, რომლებმაც ტოპ 5 ლიგაში ვერ გაამართლეს. მოთამაშეებზე, რომლებიც პიკზე ჩაიყვანეს გრანდებმა, მაგრამ ვერ მოერგნენ ახალ გარემოს, ვერ გაუძლეს ფსიქოლოგიურ წნეხს, ან უბრალოდ აღმოჩნდნენ ისეთ სისტემაში, რომელიც მათ არ შეეფერებოდა. მეხუთე ადგილი სტივენ ბერგვაინი. ბერგვაინი ნიდერლანდური ფეხბურთის ორი გრანდის პროდუქტი იყო. კარიერა დაიწყო აიაქსის აკადემიაში, თუმცა 14 წლის ასაკში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო კლუბი დატოვა და ჩამოყალიბდა უკვე PSV-ში. 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ბერგვაინმა ტოპ კლუბების ყურადღება მიიქცია, თუმცა გამოცდილების ნაკლებობის გამო მაშინვე არავინ იყიდა. ერედივიზიაში მან რამდენიმე სტაბილური სეზონი ჩაატარა, ხოლო ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 41 შედეგიანი მოქმედება დააგროვა. ტალანტით თითქოს შეესაბამებოდა ტოტენჰემს, თუმცა შედეგიანობა არ ყოფნიდა. პრემიერ ლიგაში 60 მატჩში 7 გოლი და 6 ასისტი. შემდეგ მოვიდა ანტონიო კონტე, რომელთანაც ბერგვაინს კონფლიქტი მოუვიდა. ის დაბრუნდა ერედივიზიაში, აირჩია აიაქსი, კვლავ დაიწყო გოლებსა და ასისტებზე მუშაობა, მაგრამ 27 წლის ასაკში მოულოდნელად საუდის არაბეთის შეთავაზება მიიღო. ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ბერგვაინს ამბიციების ნაკლებობაში დასდო ბრალი და ნაკრების კარი მისთვის დაიხურა. ნიჭიერი მოთამაშის ტალანტი კი ზუსტად ამ დროს დასამარდა. მეოთხე ადგილი დარვინ ნუნიესი. ურუგვაელს პორტუგალიაში ადაპტაციისთვის 1 წელი დასჭირდა. მეორე სეზონში კი ოპერაციის მიუხედავად ნამდვილი გარღვევა მოახდინა ბენფიკაში. 26 გოლი პრემიერა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ჩემპიონთა ლიგაში 6 გოლი. კლუბის ყველა დროის რეკორდი. 2 გოლი მან მეოთხედ ფინალში ლივერპულს გაუტანა და სკაუზერები ისე მოიხიბლდნენ ურუგვაელით, რომ 85 მილიონი გირვანქა არ დაიშურეს. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში
ისტორიაში. თუმცა პრემიერ ლიგაში ნუნიესის პრობლემა რეალიზაცია გახდა. კლოპის შემცვლელი არნე სლოტი მზად იყო მასზე ემუშავა, მაგრამ იმედგაცრუება გაგრძელდა. საჩემპიონო სეზონში 30 მატჩში მხოლოდ 5 გოლი. როგორც კი საუდის არაბეთიდან სერიოზული შეთავაზება მივიდა, ლივერპულმა ფეხბურთელი გაყიდა. ალ-ჰილალში ნუნიესი ცუდად არ გამოიყურებოდა. 16 მატჩში 6 გოლი და 4 ასისტი, თუმცა კარიმ ბენზემას გადასვლისა და ლეგიონერების ლიმიტის გამო ჩემპიონატში განაცხადიდან ამოიღეს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ მისი კარიერა ვეღარ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც თავიდან გამოიყურებოდა. მესამე ადგილი ჟუაო მარიო. სპორტინგში ჟუაო მარიომ 2 ძლიერი სეზონი ჩაატარა. ძირითად შემადგენლობაში იყო პორტუგალიის პრემიერა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ასისტენტი და შემდეგ პორტუგალიის ნაკრების ძირითადშიც ითამაშა გამარჯვებულ ევრო 2016-ზე. 2016 წლის ზაფხულში მის სანაცვლოდ გამოვიდა მილანის ინტერი. იმისათვის, რომ კონკურენციაში არ შესულიყვნენ სხვა გრანდებთან, იუვენტუსთან, პესეჟესთან, ჩელსისთან, ლივერპულთან და თუნდაც მადრიდის რეალთან, ნერაძურიმს ნახევარმცველში საბაზრო ფასზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი გადაიხადა, 45 მილიონი ევრო. იმ მომენტში ეს ინტერის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო და ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელიც. წელიწად ნახევრის შემდეგ პორტუგალიელი იჯარით გაუშვეს, თუმცა კვლავ ტოპ ლიგაში ნახევარი სეზონით West Ham United-ში. დევიდ მოიესი ცდილობდა მისთვის ადგილი ეპოვა სასტარტოში, აყენებდა როგორც ფლანგზე, ისე ჩამოწეულ თავდამსხმელად, მაგრამ პრემიერ ლიგაში 1000 წუთზე მეტის მიუხედავად ჟოაო მარიომ მხოლოდ 2 გოლი და 1 ასისტი დააგროვა. ინგლისში მას ძირითადად შრომის მოყვარეობისთვის აქებდნენ, თუმცა მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ეს საკმარისი არ იყო. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი უღიმღამო სეზონი ჩაატარა სტატისტიკის თვალსაზრისით, რასაც მოჰყვა მეორე იჯარა უკვე ტოპ 5 ლიგების გარეთ. საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა. ჯერ იჯარით ისევ სპორტინგში, რომელთან ერთადაც ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი კონტრაქტი გააფორმა ბენფიკასთან. ამ გუნდში მან კიდევ ერთი ჩემპიონობა იზეიმა. მოხდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში და პრიმეირა ლიგაში გოლს პლუს ასისტის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. თითქოს ჟუაო მარიო სერია-ასა და პრემიერ ლიგაში არა იმიტომ ჩავარდა, რომ დონე არ ყოფნიდა, არამედ იმიტომ, რომ პორტუგალიურ გუნდებში თავს ბევრად კომფორტულად გრძნობს და შემოქმედებით ფეხბურთელს სამშობლოში მეტი თავისუფლება აქვს. მეორე ადგილი ჯექსონ მარტინეზი. მან კარიერა დაიწყო პორტუგალიაში, პორტოს შემადგენლობაში და საოცარი სტაბილურობა აჩვენა. 3 სეზონი ზედიზედ ჩემპიონატში 20+ გოლი და პრიმეირა ლიგის სამგზის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. კოლუმბიელზე რიგი იდგა ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ტოტენჰემი, მილანი, თუმცა მან აირჩია ატლეტიკო მადრიდი. კლუბის გამჭვირვალე და გულწრფელი პოზიციის გამო მოლაპარაკებებში. ტრანსფერი კი 35 მილიონი ევრო დაჯდა. მადრიდელები პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ მისგან გოლებს ელოდნენ, მაგრამ ლა ლიგაში ყველაფერი აირია. პირველ წრეში მხოლოდ 2 გოლი, გულშემატკივრების მწვავე კრიტიკა და სპეციალისტების შეფასება, რომ მარტინეს უფრო ერთი ცენტრალური ფორვარდის სქემა შეეფერებოდა. კლუბის პრეზიდენტმა ღიადაც კი თქვა, რომ ფეხბურთელი ატლეტიკოს დონე არ იყო. უკვე თებერვალში იგი ჩინეთში გაუშვეს. კარიერის მიწურულს იგი პორტუგალიაში საშუალო დონის გუნდში პორტიმონენსენში დაბრუნდა და სეზონში 9 გოლის გატანა მაინც შეძლო. და თუ პრიმეირა ლიგას საერთოდ არ დატოვებდა, დიდი შანსია პორტუს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გამხდარიყო. თუმცა ტოპ ლიგაში წარუმატებელმა მცდელობა მისი კარიერული ტრაექტორია დაამსხვრია. სამაგიეროდ ჩინეთში ფული მაინც გამოიმუშავა. პირველი ადგილი ლუკ დე იონგი. პარადოქსია, მაგრამ ნიდერლანდების ჩემპიონატის სუპერბომბარდირი სამ სხვადასხვა ტოპ ლიგაში ჩავარდა და ესპანეთში, ბარსელონაშიც კი ვერ მოახერხა საკმარისად გოლების გატანა. ორჯერ გადაიყვანეს ტოპ ლიგაში, სწორედ მაშინ, როცა შედეგიანობის პიკზე იყო. პირველად 2012 წელს, როცა 22 წლის ასაკში ტვენტეში ჩემპიონატში 25 გოლი გაიტანა და თან თამაშის შექმნაშიც აქტიური მაღალი ფორვარდი იყო. ბოლო პასის უნარით. თითქოს ასეთი ფეხბურთელი ყველას უნდა სურდეს, მაგრამ მან მხოლოდ გლადბახის ბორუსია აირჩია. ბუნდესლიგა ნიდერლანდებისთვის კარგ ტრამპლინად ითვლება, თუმცა დე იონგმა იქ მოულოდნელად კრახი განიცადა. შედეგიანობა მკვეთრად დაეცა, მეორე სეზონში თითქმის აღარ თამაშობდა და იჯარით ნიუკასლში გაუშვეს. პრემიერ ლიგაში 12 მატჩი 670 წუთი და 0 გოლი. დაუჯერებელი მათთვის, ვინც მას ერედივიზიაში უყურებდა. შემდეგ PSV-ში დაბრუნებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ლუკი ცენტრში დააყენეს და მან გოლების გატანა დაიწყო. სიმსუბუქე, მობილურობა და ჰაერში ძალა. როგორც კი ახალ პირად რეკორდს მიაღწია, ისევ ტოპ ლიგაში წაიყვანეს, ამჯერად სევილიაში. სკაუტებს ჯეროდათ, რომ გერმანია და ინგლისი შემთხვევითობა იყო და ლა ლიგაში გაანათებდა, მაგრამ წარსული ნეგატიური გამოცდილება თითქოს აწვებოდა. ხელიდან გაშვებული მომენტები თამაშიდან ამოვარდნა და საშუალოდ სეზონში 5 გოლი. შემდეგ სენსაცია მოხდა, თავად ბარსელონამ აიყვანა იგი იჯარით ფინანსური კრიზისის პირობებში. მაშინდელი მწვრთნელი რონალდ კუმანი მას ენდობოდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა. ჩემპიონატში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ყველაფერი ისევ შეიცვალა. კაპიტნის სამკლაურით დე იონგი დუბლებსა და ჰეტ-ტრიკებს აფიქსირებდა და ლიგას ანგრევდა. ტოპ ლიგიდან კიდევ ერთი დაბრუნების შემდეგ მეორე სეზონში იგი ნიდერლანდების ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 29 გოლით. ახალი პირადი რეკორდი. ის ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-7 საუკეთესო ბომბარდირია ისტორიაში და მაინც მისი მცდელობები ევროპის ტოპ ლიგებში ერთ დიდ იმედგაცრუებად დარჩა. პარადოქსი, რომელმაც ის რეიტინგის პირველ პოზიციაზე განათავსა.
წარმატება არ არის შემთხვევითობა. მას დიდი შრომა, ბევრი სწავლა, მონდომება, მსხვერპლს შეწირვა სჭირდება. ამავდროულად მთავარია გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ. პელე. რუბრიკას წარმოგიდგენთ LGG. ჩვენ დღევანდელი გადაცემაც მიუახლოვდა დასასრულს და მიუხედავად საკმაოდ დაძაბული ამბებისა, რაც ხდება მსოფლიოში, არ მინდა მხედველობიდან გამოგჩეს და ყოველდღიურობიდანაც საქართველოსთვის, მისი მოქალაქეებისთვის განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ დროებითი თანამდებობრივი მდგომარეობისა თემა, რომელიც გაჟღერდა გასულ კვირაში, გადაწყვეტილების სახითაც იქნა უკვე მიღებული. მოკლედ, ევროკომისიამ მიიღო სახელმძღვანელო წესები წევრი ქვეყნების საკონსულო უწყებების და სასაზღვრო სამსახურებისთვის, რათა გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუწყოს. ეს რეკომენდაციები ითვალისწინებს საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას ევროკავშირის გარე საზღვრების გაკვეთისას. ევროკომისია წევრ ქვეყნებს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციით მიმართავს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ფორმალურად მეტი კითხვა და მეტი პროცედურები დასჭირდება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ევროკავშირის საზღვრის კვეთისას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ, ანუ რიგით მოქალაქეებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ. პირიქით, ევროკომისია ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი პასპორტით უპრობლემოდ გააგრძელებენ უვიზო გადაადგილებას ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ანუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და ზოგიერთი შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების საყურადღებოდაც. ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთობების გაყინვისა, რაც არსებობს ევროკავშირის და საქართველოს ოფიციოს შორის. ასევე ევროკავშირში შემოვა ყველა წევრ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას შორის. მან გამონაკლისია უნგრეთის და სლოვაკეთის სახით მემაპატიეთ. მოკლედ, ამიერიდან დიპ და სერვის პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას მათ მოეთხოვებათ ვიზის ქონა. ევროკომისია აი ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მიერ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობით ხსნის, რაც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის გამო აიღო, ანუ უფრო მარტივად რომ უთხრა მათ შორის სახელმწიფო მოხელეებსაც, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ან სულაც არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ თუ სარგებლობენ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მაგივრად, მაგალითად, ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ჩემი რჩევა მინიმუმ კარგად დაიკავეთ ხელში აი ეს პასპორტი და სანამ სადმე გამგზავრებას გადაწყვეტ, აუცილებლად მიბრძანდით რომელიმე საელჩოში. ევროკავშირის რომელიმე ქვეყნისა და აუცილებლად აიღეთ ვიზა. თუნდაც ვიზისთვის მიბრძანდით უნგრეთის ან სლოვაკეთის საკონსულოებში. დამიჯერეთ ასეთ ჯობს. და მეტად აცდებით იმ უხერხულობას, რაც შეიძლება საზღვრიდან გამობრუნებას. ანუ ევროკავშირში შესვლაზე ვარის თქმას უკავშირდებოდეს. დიახ, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში წერია სრულიად გასაგებად, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება არ დაუშვან ევროკავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვეულებრივი ამგვარი პასპორტით გადაადგილებისას. შეიძლება ჩემი არ დაიჯეროთ, მაგრამ დაიჯერეთ უფრო მარტივი მოცემულობა. სჯობს სამშობლოშივე გითხრან ვარი ვიზის მიღებაზე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გასამგზავრებლად, ვიდრე რომელიმე ევროპული ქვეყნის საზღვრიდან გამოგაბრუნოთ. გამოგაბრუნონ და თან სრულიად ფრუსტრირებული და ზედმეტად იმედგაცრუებული. არ ვიცი, ვინ გაითვალისწინებს ამ რჩევას, ან ვინ არა, იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან და მათ საელჩოებთან ფაქტიურად კონტაქტი არ არსებობს ოფიციალურ დონეზე. თუმცა
წინ უფრო საინტერესო ამბებს უნდა ველოდოთ მათ შორის ამ თემაზეც. ისევე როგორც საკმაოდ საინტერესო იქნება შემდეგი და დამდეგი კვირეული და დატვირთულით შინ და გარეთ. მანამდეც და მერეც. მშვიდობას და ულევ სიყვარულს გისურვებთ ქართული დემოგრაფიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ვანდობთ ყურადღებისთვის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. გადაცემის სპონსორია ფავორის ლაქს აღებავები. გადაცემის სპონსორია The Lake Placemakers-ისგან.